პერსონაჟები გააფრენ, ისტორია გაგიჟდები. თან ისტორია როგორი? ნამდვილი. მეფე გადადგა მეფეს გაუმარჯოს. ჩუმად. ებიჭო ხელს ნუ მიშლი. კინო თუ თეატრი? დედა თუ მამა. გადმოვიდა ჩემი მამიდაშვილი და ეკიპირება სრულიად რებოკები იყო თავიდან ბოლომდე რა. ორი ბრძოლა მოვიგე, ორი მოვიგე ფინალში გავედი, ფინალის მოვიგე. გავხდი უნივერსიტეტის ჩემპიონი. კახი ხოთი როგორი. შენ რამდენი წელია ეს დონ კიხოტი გინდაო, მთელი ცხოვრებაო რა. მაშინ მე მაცადე 2-3 თვეო. შენ თუ მთელი ცხოვრებაო, მე 5 დღეში რანაირად ხოვ ამას. აბა, ეთანახე კახის ვერ ხოვე და გაუკეთა იქა. ფანჯრებს ხო ჩაამსხვრევდაო, აი ბომბი წნევა. ჩემი შვილი, ეს ფილოლოგი ბიჭი. ამით გავიდოდა ამ დაბომბილ სოხუმში თავის ქუჩას და იქ ქუჩები ეს პარალელურად რაც როგორ ამ ჩამსხვრეულ შუშებს სახლებს რაც ქონდა ამ ფანჯრებს ვამდაო ძმა და ასეთი შვილი დამიხვით ესო მაგრამ ჯერა რომ დაუბრუნდებით ჩვენ და ბოლო სეზონის გადაღებაც იქ იქნება მეფესავით პოდკასტი გამარჯობა ვიწყებთ მეფესავით პოდკასტის მორიგი ეპიზოდის ჩაწერას და დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის სტუმარია მეფესავით მსახიობი ძალიან მაგარი პიროვნება ძალიან მაგარი ადამიანი ჯანო იზორია. გაიხარეთ ბიჭო. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოგესალმებით ყველას, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მიხარია რა, ფიქრობდი როდის მოვა ჩემი დრო. ხო, როდის იქნება ის მეფე გადადგა მეფეს გაუმარჯოს. ჩვენც გქონდა მცდელობა რამდენჯერმე, მაგრამ არ იყავით თბილისში ფოთში. კი, ბატონო. გადაიწია რამდენიმე. მე ხო ისეა. მეფემ ხო ყველგან უნდა იაროს. რეგიონებშიც. ხუმრობა. არა, მეფე არა. როგორ ხარ პირველ რიგში გითხარი? ეზირი ვიქნები რა მიშავს. კარგად ვარ. კარგად იცი როდის ხარ ადამიანი, როდესაც შენ საქმეს აკეთებ და ესე უსაქმურად რო არ ახარ რა. არასოდეს არ ბეზრდება ჩემი საქმე. უბრალოდ არის რაღაც რიგი პრობლემები ხოლმე, ნუ ფიზიკური ჯანმრთელობას ზოგჯერ ხო იცი ახლა ასაკიც გემატება ხან კბილით ტკივა ხან ხერხემალი ამბები და აი ეგ ამ გამონაკლისების გარდა ყველაფერი კარგად რა. რეპეტიციები, რაცაც ვახერხებ, ვასრებ ჯერჯერობით, რაც შემიძლია ვაკეთებ და მე თუ როცა არ შემეძლება, ნუ გავჩერდები ალბათ რომელიღაც იმაზე, რა ქვია, ბაქანზე. ახლა პრემიერა მქონდა სპექტაკლი ფოთში ვითამაშეთ. ჭილაძის ჭალაშიტი მომკვდარი იყო, თვენახევარი იქ ვიყავი. ანუ შეკრებები რომ აქვს სპორტსმენებს, ხო იცი, ეგეთი რამე ახასიათებს თეატრს, რა ვიდრე კინოს. კინოში ისე უნდა გაგიმართლოს, რომ მთავარ როლში თუ ხარ და ეპიზოდები ბევრი, რა თქმა უნდა, გააქვს იქ ყველა მსახიობთან კვეთა და თუ ეს ფილმიც ექსპედიციაში არის რა, მაგალითად მთაში რაც ჩემი ოცნება, რომ მთაში მქონდეს გადაღებები, მაგრამ არ ვარ ნამყოფი. თათუშეთი ხევსურეთი არ მაქვს ნანახი და სულ იცი რა, რაც მithქვამს ყოველთვის თმები გრძელი მქონდა და მე თქვი ამ თმებს შევიჭრი მხოლოდ ფილმს თუ დაჭირდა. ეგრე მოხდა. ბევრი რაღაცა ისე მithქვამს რა და აი კუთხეც მინდა მეთქი რომ ნახო აი ფილმით თუ ნახე მაგარი არის ექსპედიციით მაგრამ აი თეატრზე შეკრებას რო ვამბობ აი მაგას გავს რა ზბორები ხო იცი იმიტომ რომ პროცესი ისეთია ჩადიხარ მაგალითად დღეს და ჩამოდიხარ დეკემბრის 30-ში მანამდე პრემიერა და ჩანიშნულია და ნუ ასე თეატრი და აი ესე ვიყავი ფოთში თვენახევარი იმიტომაც მოვედი ახლა დღეს თქვენთან მანამდე ვერ მოახერხე რახან მეფე ვახსენეთ მეფესავით ესე რომ ვთქვათ ახლა ჩემთვის როგორც შევაფასე ობიექტურად ასე გაფასე მართლა მეფესავით მსახიობი ხარ დიდი მადლობა საინტერესოა შენთვის ვინ არის მეფესავით მსახიობი ჩემთვის ჩვენ ბევრი მეფეები გვყავდა და გვყავს ხო აი ეს იქნება ჩემი პასუხი იმიტომ რომ გამორჩეულად ისი ბედნიერება რო გაგვიჭირდება აი როგორც მართლა რთულია პირდაპირ მნიშვნელობით მეფეები მართლა არნახული მეფეები გვყავდა მართლა ქალით დაწყებული მამაკაცით დამთავრებული მე ნამდვილ მეფეებს ისე სამსახიობო ასპარეზეც მე გამიჭირდება აი ესე ერთს ვერ გამოვარჩევ თაობებში დაწყებული ძველი თაობიდან შუა მე ახალი და მომავალიც არის და აი არიან რა ყველა ბევრი მეფეები არიან კი ნამდვილ მეფეების ქვეყანა არა ვარ კი ბატონო გადავიდეთ უშუალოდ პოდკასტის კითხვებზე. კი ბატონო. და ტრადიციად გვაქვს უკვე წინა სტუმარი ტოვებს კითხვას მომავალ სტუმართან. ყვავდა ბიძინა ბარათაშვილი. კი ბატონო. და კითხა ვინ გახდება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთშიო.
მე მაგათი ჭადრაკის თამაში მაქვს ნანახი რა, არგენტინა, ბრაზილიის რა. ხო და ბატონ ბიზინას უდიდესი პატივისცემა ჩემი და ფანტასტიკური ადამიანია, სიამოვნებით უსმენ, მე კი არა, სრულიად საქართველოს ადამიანს, როდესაც იუმორი და ინტელექტი ერთად აქვს, ეს ძალიან მაგარია რა. ეგრევე მიგიზიდავს, ეგრევე ტელევიზია იქნება თუ ინტერნეტი სივრცე და მაგრამ ბატონ ბიზინასთან ბოდიში მე ესპანეთი. კი, ესპანეთი. მე მაშინაც რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩემი ქვეყანა, ჩემი საქართველო, ჩემი გუნდი და ნუ რას ვიზამთ ასეა, მაგრამ ყველაფერი წინ გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, მე მაინც ჯერა, მაგრამ როდესაც ევროპის ჩემპიონატზე წავაგეთ ესპანეთთან და ერთი გოლიც გაუტანეთ, თქვენ წარმოიდგინეთ, მე სპორტთან ძალიან ახლოს ვარ, მე გამოცდილება სპორტული ოჯახს გაგვაჩნია ჩვენ ოღონდ ინდივიდუალურ სახეობაში, მაგრამ ნუ სპორტია და ყოველთვის პრესტიჟად ითვლებოდა ჩემპიონთან წავაგე. ან ჩემპიონს მოვუგე. ეს ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე რაღაც ისეთი ამაღლებული მომენტია და მაშინ მე როცა საქართველოს მეტი რა უნდა ეკნათ, ახლა პირველად ვიყავით ევროპის ჩემპიონატზე და გულშემატკივრობა რა თქმა უნდა ესპანეთი ისედაც არის. საერთაშორისო არენაზე ჩემი ქვეყნის მეორე გუნდი, ნუ ის გულშემატკივრობა ესპანეთი და აი იმ დროს ბოლომდე უკვე ესპანეთს გულშემატკივრობდა და ას გულშემატკივრობა ჩვენ მოგვიგესო და მე ვთქვი მოიცადე რა, მე მინდა ჩემპიონთან წაგებული ადამიანი ვიყო და რაღაცა ეგეთი თქვა და ასე რომ ესპანეთი მგონია ჩემო ძმაო. ყველას კარგი გამოსავალი ეგაა, ჩემპიონთან წავაგე, მეტი რა ძმაო. ხო და ერთ მაგარი უცები იუმორში მოვყვები, ხო, ბევრს ლაპარაკობ, მაგრამ ჩემ ძმამ წააგო მონღოლთან რა, ბრძოლა. კრივში. ოლიმპიური თამაშების ორგზის მონაწილეა, ათენი, პეკინი, ნიკოლოზ იზორია. ხო, საჭირო დროს საჭირო ადგილასო, ასე რომ დღეს მართლაც საჭირო დროს საჭირო ადგილას კი არა, ფანტასტიკური გარემოა სპორტი ისეთ საოცრებებს ახდენს ჩვენს ქვეყანაში, ამის აღიარება უნდა უჭირდეს ყველას, თეთრსაც და შავსაც. არ უნდა უჭირდეს კი არა. აი ეს უნდა რაღაცა ის ზარღვი თუ გაგა არაფრის და არავის გარეშე გამო არ უნდა დამალო ეგ რეალობა, რაც დღეს სპორტში ხდება საქართველოში და ნუ მოკლედ ნიკას დრო იქით იყო, ცოტა უკან დრო იყო და პირველი ხუჯრიანი დროშა არც კი იცოდნენ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ რო ხუჯრიანი დროშა გქონდა და აკრედიტაცია დაახვედრეს ძველი ეროვნული დროშით და პირველი ხუჯრიანი დროშის ამფრიალებელი ქვია რა, ნახევარფინალში ფინალამდე შეიტანა ევროპის ჩემპიონატზე ისეთი ლეგენდარული საოცარი მოკრებები გამოდიოდნენ მან და იქ მე კახაბრიშვილს ეს ზურას აქვს ეს დროშა და ნუ თავისთავად მე ეს დროშა. ნუ მოკლედ და ნიკამ წააგო მონღოლთან ერთ-ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოვიდა და მამიდაშვილი ეუბნება ბიჭო რა იყო ე მონღოლთან რამ წაგაგებინა ახლა მონღოლი და ნუ კრივი ახლა როგორ აიცი როგორც ფეხბურთში არგენტინა ბრაზილია კრივშიც არის. ყველა სახეობაში აი ირანელებზე იტყვი რომ მოჭიდავეები თურქე ხო ეგრეა და ნუ კრივში მონღოლი ისეთ რაერია რა ახლა კრივში კუბა, ყაზახისტანი, უზბეკისტანი ეს ჩვენი თავენ სკოლა და მეზობელი ნუ ესენ კრივში რაღაც გარუჩე ეგეთი ამბობდნენ მონღოლთან როგორ წააგებნა და გაუჩმახა რა საქმე ნიკამ რა გინდა წავაგე და ის მონღოლიო მსოფლიო ჩემპიონი გახდაო ბანდო მაგრამ შენ რა გამიხურე საქმეო 300 წელიო ჩვენ რა ზარგვიშვე პეტროსი და მე დიდი ამბავი 3 რაუნდი თუ წავაგე მონღოლთან რა გამიხურე საქმეო და გარეთში იყო ეგეთი ამბავი და ესეთი ხო მოკლედ ესპანეთიდან საჩამოვიდი და გემონტაჟი მაგრამ ნუ რაღაცები იქ მერე როგორც კიდად ისე მიამონტაჟებთ ან ამუჭერით ხო და რა ხან კრივზე გადავედი ცოტა გვიან გვინდოდა ამაზე საუბარი მოდი ბანუ კრივს მივყვეთ ჯერ კრივით დავიწყოთ მოკრივე იყავე თავიდან 6-7 წელი დავდიოდი 7 წელი დავდიოდი გიჟი რატო დავანებითავი რატომ დავანები და ცხვირის ფორმა ჩემი ხო ხედავთ როგორია კეხიანი და აი ეს კეხი ისეთი იყო რომ სულ ხო გაყინულ დარბაშია აი მე პირობები არა მაგის გამო არ დამინებებია საერთოდ დაანებებენ ადამიანები როდესაც არ უნდათ და ნუ რა სადღაც მიხვდებიან რომ არა თუმცა სპეციალისტები საკმაოდ ისეთი კომპეტენტური ადამიანები დღესაც მეუბნებიან რომ მაგრამ ამაზე ჩემი ძმა მაბულინგებს იცინის და გაიახლა და ჯერა მერე ამასო და ვიღაცები სერიოზულად განიხილავენ რომ იგი იცოდიო კარგად
იღა კინოში რომ დამჭირდეს ფანტასტიკურად ვიზამ მაგ ამბავს. მწვრთნელსაც ვითამაშებ, მოკრივეს და მოკრივესაც ვითამაშებ, ხო? არ დაგჭირებია ჯერ? არა, ჯერ არ დამჭირებია, მაგრამ მე ისეთი მოძებნიან ვიღაცა სხვა და ასწავლიან 1-4 თვე კრიკერებს და ფეხბურთის მსვლელობა გამოგივიდა. ხო და ამიტომ 7 წელი დავდიოდი. დავანებე რატომ? სიმღერა მოსავლე ახალგაზრდობის სახლშიც დავდიოდი პარალელურად. და იმან გადამძალა იქით რა, მამა ჩემს უნდოდა რომ აი ესე უნდა იარო რა კრივში და აბა უნდა ყველა კრივში მთელი სანათესაო. იმიტომ რომ ჩემ მამიდაშვილმა მოახდინა ამაზე ზემოქმედება რა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი სპორტსმენი იყო 90-იანებში და ესეთი აი ის პერიოდის მოკრივეები ძალიან ისეთი მოკრივეები იყვნენ და აი ამან განაპირობა ეს ამბავი ჩემმა პაატაგვასალიამ და მე ნიკა ყველა დადიოდა ყველა ნათესავებში მეც და მე ნიკამ გაამართლა უკვე ჩემ ძმამ რა მე გამოვედი მე უკვე მივყევი თეატრალურ ცხოვრებას ანუ ხელოვნების სასწავლებელში თეატრალურ სტუდიაში დავდიოდი მე თბილისში წამოვედი თუმცა აბა აი ახლა მაგარი ამბავი ვერჯერ მაქვს მოყოლილი მაგრამ თქვენთან რა უნდა ვთქვა თუ უნდა ვთქვა პირველ კურსზე ვიყავი როდესაც უნივერსიტეტი დატარდებოდა სტუდენტებს შორის თბილისში ეს მრავალ სახეობებში რა იყო სახეობები საკმაოდ ბევრი სახეობა და კრივი ეწერა მივედი კათედრა ფაკულტეტ თეატრალურ ინსტიტუტში წერია კრივი ბატონო გელა და ქალბატონი პეპელა იყო რა ქალბატონი პეპელა ერქვა და ბატონო გელა ბარკალაია იყო გვარად მახსოვს კრივი მე ვთხარი პლუსი გააკეთეთ მე მივიღებ მონაწილეობა ჯანო ახლა ერთი წუთით კრივია ეს თავშიო ამბობი რეკომენდაცია მართლა წამოვიდა მწვრთნელებისგან პროფესიონალებისგან რომ შეუძლია ამ დროს უკვე ჩემ მამიდაშვილს აი მამიდაშვილს რა დანებებულია კრივზე თავი და მახსოვს ეს სტუდენტური ცხოვრება ხო იცით როგორც არის კარტოფილი არაყი სიგარეტი პირველ კურსზე ვარ მემზადები რას ვემზადები ღამე არაყი დილით თვითონ თაწმინდაზე ავალ პატარას გავიქნე რაღაცა ამბობი და მატარებელი მოადგა ფოთის ადგილს გადმოვიდა ჩემი მამიდაშვილი და ეკიპირება სრულიად რებოკები იყო თავიდან ბოლომდე რა ამას მნიშვნელობა აქვს სპორტსმენისთვის აღჭურვილობა ჩაცმა ის თავისთავად გმუხტავს და ეს ეკიპირება ჩამომიტანა თავის ხალათით ყველაფერი და ვერის პარკში იყო ეგილ შეჯიბრი მიშა მესხი იცნობთ ყველა მიშა იყო ჩემი ჯგუფელი კურსელი მეგობარი მიშა იყო ის სეკუნდად დამბელი პირსახოცი და პატა მოყვებოდა როგორც წვნელი ჩემი მამიდაშვილი ავედი ფინალში ორი ბრძოლა მოვიგე ორი მოვიგე ფინალში გავედი ფინალის მოვიგე გავხდი უნივერსიტეტის ჩემპიონი თეატრალურ ინსტიტუტში ისტორიაში კრივში არ ყოლიათ ჩემპიონი თუმცა დარტში ჯირით ცხენოსნობაში ოთარ მეღვინეც მას ეს ძალიან დიდი წლების წინ დაფუძნებული ის არის რა და მე წარმოვიდგინე მსოფლიო უნივერსიტეტი დატარდებოდა რა აქ საქართველოში რო გაიმარჯვებდი და ეგ ფონდა აღებული ეგ ამბავი ყველა ჩემპიონი მაშინ როინმეტრეველი იყო რა სტუდენტთა ნუ ამის ხელმძღვანელი ამ უნივერსიტეტის იმიტომ რომ დიპლომში მისი ხელმოწერა მაქვს და ანუ აქ რო გაიმარჯვებდი საერთაშორისოში გადიოდი მსოფლიო უნივერსიტეტში მაგრამ უკვე მაშინ პირობები კი როგორი თანხები ფული და ამბავი და კი დავრჩით აქ მაგრამ ეს ჩემპიონი გავხდი უნივერსიტეტის და იქ მიკრული იყო მე ეს სიგელი და ტენისის სათამაშოდ რო შედიოდნენ ბიჭები რაღაცა ესე გადავხედავდი ამ ჩემ დიპლომს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვიგე მაშინ ეგ უნივერსიტეტი რო არა მსახიობი გახდებოდი მოკრივე ხო მოკრივე გახდებოდი არ ვიცი მაგრამ ასე მგონია რომ მწვრთნელობას ნამდვილად გაუმკლავდებოდი რა აი ახლაც ხო დრო არ არის კაცო დრო არა მაგრამ სულ მეფიქრება რა რაღაცები რა თქმა უნდა გაიარო ახლა იქ მწვრთნელები რო არიან ახლა ჩემი ძმის მეგობრების ბიჭების გეგმებს რო ხედავ იქ რეულში როგორც არის წერია ეს ყველაფერი რა სამბობის ერთი პატარა შეგეშალოს დამთავრებულია ამიტომ დილეტანტურად არა მაგრამ სურვილით ესეთ ხასიათობრივად თუ ამას ტექნიკურად დავეუფლებოდი მგონია რომ ერთ კაი ორ მოსწავლეს გავზრდიდი რა ორ ჩემი მოსწავლეები იქნებოდნენ ფსიქოლოგიური ესეთი სტილის სპორტსმენები და ეგ არის სპორტში მთავარი სხვათა შორის ეგ არის აი მაშინ როგორ იყო ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი ხდებოდა ხოლმე ფსიქოლოგიურად მომზადება თუ მაინც უფრო არა ახლა არის უკვე ახლა იმუხტები ბევრი რამით თუმცა ახლა ინფორმაცია ბევრი
ის რაც მოხტავს შენ SMS-ებით, აბა შენიც იქ ვიდეოებს გიძღვნიან ამას, ეს გასაგებია, მაგრამ დღეს ვიდეოებიც არის, ახლა სპორტსმენს შეუძლია, მაგალითად ნიკ ამბობს ოლიმპიურ თამაშებზე ჯარისკაცის მამაც და ბევრი ისეთი ფილმები მოქონდათ რა, სადაც ერთად იკრიბებოდნენ და რაღაცები იყო საჭირო იმისთვის, რომ სპორტსმენმა საკმარისი ერთ ისეთ მუსიკას, სიმღერას მოусმინოს, რომელიც ყურსასმენში იხსნის ამას და სხვა განწყობით გადის, მაგრამ დღეს საშუალება მაშინ თვითონ იქმნიდნენ რა და ჩემ ძმას ნიკა იყო ტექნიკური მოკრივე, არანაირი კუნთებიანი და რაღაცა ესეთი ტექნიკური მოკრივე იყო და ყველაზე მაგრად რაც ჰქონდა მიუხედავად თავისი ასაკისა იმ დროს 17 წლის რო იყო, ყველას უყვირდა მწვრთნელებს და იქაც პრესამ დაწერა მაშინ ხორვატიის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ვერცხლის მედალი აიღო, 17 წლის იყო წარმოიდგინე და იქ გამოდიოდა ვინები, იცი, აი საიტოვი, ოლიმპიური ჩემპიონები და ფინალში აი სიგიჟეში მოხვდა. ისეთ მოკრივე შეხვდა ფინალში რუს. ისეთ მოკრივეს რომ სახში ახვევდა და უყურებდა და ვერც კი წარმოედგინა რომ მომავალ წელს ამას შეხვდებოდა რინგზე. ეგ ცოტა შორი პერსპექტივა იყო და ესე და აი იმ დროს ხო ყველას უკიდე ისეთი ფსიქოლოგიის სპორტსმენი იყო, თვითონ ალაგებდა თავში. აი მაგალითად მას ჰქონდა ასეთი რამე. თუ ეჭვი შეეპარებოდა იმაში რომ უკვე მასზე ხელი ჩაიქნიეს, ნაკრებში და ხდება ხოლმე, ხო ნუ რაღაცა ნუ და კენჭის ყრა მოვიდა, აი სოფლიო ჩემპიონს ხვდები ახლა შენი. შაიდულინი. რა აზრი აქვს? შაიდულინი, ბულგარელი. 4 საათია ბრძოლამდე დამთავრებული. ის დარჩენილი. ეს არის ასანიძე რო გახდა ოლიმპიური ჩემპიონის დარბაზი. მე ვამბობ მეორე ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება პეკინში. და 3 საათი ვზივარ ასე. 4 საათი ოთახში. აი. იქ მე რაც მან გაიფიქრა და რაც არის მაგი მე მითხრა და ამბები. ესაგები. გავიდა და კრივი ურთულესი აქვს, მოიგე ერთ დღეში, მე მეორე დღე არ არის, ისვენებ და ასე. და შაიდულინი ბულგარელებს მთელი ჩასვლა რა, ქონდათ ამაზე გაკეთებული რა. ამ შაიდულინზე რომ უეჭველი ლიცენზია, ორგზის სოფლიო ჩემპიონია, გამოსტილი ასაკოვანიც ამბავი. და მაშინ იყო როგორ იცი 20 ქულით თუ გაასრებდი. ზარი ირეკებოდა და აშკარა უპირატესობით იხსნებოდა რა, ტექნიკური ნოკაუტი. და ნიკა იხსენებს რა, მწვრთნელი თენგუ მესხაძე თემურო ჩიგავა და თემური ყვირი ჩვენი ძმაკაცია თან და მწვრთნელი იყო ნიკას და ნიკა ორი ქულა და იამნია, ორი ქულა და აშკარა უპირატესობაა და ვერც კი წარმომედგინა მეორე რაუნდი იყო და ერთი ამაზე მყავდაო დაჭერილი და ეს ბოლომდე შედიოდა ეს მარჯვენა ხელი გავგიჟდიო ისე წამივიდა გაგიჟდა ისიც ვერ მომიდგა ერთი გადახრა ისე მოტყვება გადახრა მეორე და ზარი და შაიდულინი წავიდა იქით ბულგარეთში. აი ესე რომ მე ვამბობ ფსიქოლოგია. კი, და რინგზე გასვლის მნიშვნელობაც რა. აი ოლიმპიადაზე ისე გადიოდა, ამას კომენტატორებიც ამბობდნენ, ნუ მე იქ ამბობდნენ რომ გეგონება დიდი გამოცდილება იქ გასვლის და ამბობ ნუ შეიძლება ახლა ის უნდა გქონდეს სპორტული შიშს რო ეძახიან, ოღონდ დოზირებულად რაღაცა ვინც ის არის თავდაჯერებული იდიოტივით რო გასულა, იმათ დამართნიათ ძალიან მაგარ სპორტსმენებს რა დამართნიათ კი იცი თქვენ ჩემს. აი ამას ახლა დედას უტირებ და ვინ არის ახლა მოიცა რა. რა ჩემი ტოლი და სწორია და იქ ზუსტად დარხევიათ მე. ბევრს. კი ბატონო. ახლა რა კონდეს არჩევნის საშუალება? კრივს აირჩევდი თუ მსახიობობას? რო იცოდე რომ პროფესიონალი მოკრივე გახდები? და გაყვები ამ მსახიობობას. ამას ავირჩევდი. ოღონდ ერთი რაღაცას ვისწავლიდი წყალივით რა. იმასაც იგივე ჭირდება და ამასაც, მაგრამ ნუ სხვა ახლა რო დღევანდელი გადასახედიდან რო ის ვიყოლა და ამას ავირჩევდი რა თქმა უნდა მსახიობობას. ოღონდ ინგლისურს ვისწავლიდი ძალიან მაგრად რა. ეგ არის. ეგ პრობლემაა ნამდვილად მაქვს. რა შეგიშალა? მეგრული საბა ანაბარა დავრჩი კაცი. რა მეგრული მაგარია ძმაო. იყო რაღაც შემოთავაზებები რის გამოც ინგლისურის არ ცოდნა, ნუ შესაბამისად კარგად არ ცოდნა შეგიშალა ხელი? ორჯერ იყო ეგ შემთხვევა კი. ორჯერ იყო. ორჯერ ერთხელ იყო ისეთი რომ oh my god ასე გააკეთა. იქ ვიხდი იბან რა იმის რეაქცია რა იყო იცი? ფუშენი იდიოტი ხარ რა ინგლისური რანაირად არ უნდა იცოდი ამ საუკუნეში ეგ კი არ იყო. აი
გული და გაუტყდა რომ არ ვიცოდი. რაღაცნაირად აი ხო იცი რო უნდოდი რომ გადავეღე ფილმში და აი ამის გამო რომ ისა იყო რა არაფერი ისეთი ცნობილი პროექტი და არავითარი ცნობილი რეჟისორი უბრალოდ ერთ-ერთი უცხოელი რეჟისორი იყო რა მნიშვნელობა აქვს მე ახლა მაგას ეგეთი ამბავი იყო მაგრამ ნუ მე დავიწყე და უნდა დავიწყო ისევ რა იმიტომ რომ მე რაღაცა შემიჩერდა რაღაც მიზეზების გამო კინო თუ თეატრი დედა თუ მამა ეგრეა არა როგორივე მაგარი რამეა რა ვიცი მე მადლობა ღმერთს რომ ორივეს ვათავსებ რაღაცნაირად და თავსებადობასთან ერთად ინტერესიც რაღაცნაირად სწორად გამიგებთ თქვენც ბიჭებო და მაყურებელიც რომ არის რა არ უჩივი ბედს არც თეატრალურ როლებშიც და არც კინოში ნუ რაც ხდება და რაც მისაღებია კი არა და მე ჩემთან მოდის და მეკუთვნის ეს რა თქმა უნდა ღმერთის ნებით და თავისთავად იმ ადამიანების გადაწყვეტილებით ვისაც ამა თუ იმ კონკრეტულ ამბავში ვჭირდები მე ბედნიერი ადამიანი ვარ ზუსტად ჩემიანი თუ არის რეჟისორი მიუხედავად იმისა ეს რეჟისორები მე ყველა პირველ რიგში საქმემ გამაცნო ჯერ საქმე იყო და მე დავძვანკაცდი და დავმეგობრდით ესაა ჩემი ბედნიერება და არა ჯერ ძვანკაცები ვიყავით და მე ძვანკაცი მოვდინა ძვანკაცები გადამიღე კინოში არა მე მაგას რო გამოვთვალეთ კი არა და რაღაცებს რო დავაკვირდი ჩემ განმლულ წლებს ამ საქმეში აი ეს ამბავი და ამით ბედნიერი ვარ თუმცა დღეს იმ ჩემს მეგობრებს და იმას მათაც ძალიან კარგად იციან არასოდეს მე არ მეწყინება და ღმერთმა დამიფაროს რა იყო ახლა ასეთი პროექტი გააკეთე და ვერ გამონახე რაღაცა ნუ თუ არ ვიყავი ახლა საჭირო ვერ გამონახა რა არა ვარ შეიძლება გული დამწყდეს რა გულის წყვეტა იყოს სხვანაირი რომ აი გენატრებოდეს მუშაობა და აი ამ სასტავში ვიმუშავებდი და რაღაცა თორე მასე არა ობიექტურად რა თქმა უნდა მე პირიქით დისკომფორტში ხარ ისი რა ჩემია და ხა უარს ვერ ვეუბნები და აი იქ შენს ისე ხარ და ის აი როცა ჭირდები ადამიანს ეს თუ უნდა საკუთარი ძმა იყოს მაშინ შენს კომფორტულად ხარ და ისიც კომფორტულად არის და მაშინ ერთმანეთის მიმართ მოთხოვნადიც კი არა და მოეთხოვება პასუხი რა ეგ იგივე ამბავია და ახლობელი რო კაფელს გაგიკეთებს და არა მაცადე ფული რა თქინდა ხა მე შენ ფული და მეორე დღეს რო ჩამოცვივდეს რა ურეკავ და ეტყვი ეგენ რა გამიკეთე ეს და აი როცა ფულს უხდის ტიპს და ვიღაც უცნობი მომადა რა ალო უკაცრავად მობრძანდი რა ეს გუშინ რო გამიკეთე გაფუჭებული რა ვქნა ახლა მე ხომ მიხედო უნდა აი გამბავი აი რაღაცა არის ეგეთი მომენტები რა ამიტომ მე კინო თეატრი ორივე და ორივეგან კინოში დიდი პროცესია კინოს აქვს ესეთი გრძელვადიანი სიამოვნება და კინოს არა თეატრს აქვს გრძელვადიანი სიამოვნება კინოს აქვს მოკლე და ისეთი ეფექტური მაგრამ კინოშია უფრო ისეთი რა რო ვითომ ეს ბანალურად რო მოინათლა ამბავი რო კინო მარტივია იმიტომ რომ შეგეშლება დუბლს გადაგიღებენ არაფერი არის აგერ ხალხს რო დანიშნული აქვს დღე გადასაღები და ეს ადგილი ტერიტორია ნაქირავებია იმისთვის შენი გულისთვის არის ამხელა ამბავი ქუჩები გადაკეტილი და შენ რო დგახარ და 8 დუბლში რო ვერ აკეთებ 12 დუბლში ნუ ის ახლა რეჟისორი შეიძლება ყველა გეუბნებოდეს ესეც კარგია მაგრამ კიდე მინდა ანუ არიან ეგეთი ტიპები რომ ვერ ნაყრდებიან დუბლები და სხვა ამბავია მაგრამ რას ამბობ შენ რო იმამდე მიდიხარ და ესე იგი რაშია საქმე ის რას გიშვება ის გზაბავს მთელი ამბებია მე კინოში უცებ ასაკრეფია სიტუაცია აგერ კადრი დამაყენე ახლა მე შენ აქ აგერ ამხელა აპარატი დამიდგე აგერ კამერა ეს თან ამხელა და შენ წარმოგიდგენი აქ დედაა ეს გეტყვიან აი აქ იყურე ესა დედა ნუ იქ მსახიობი რა თქმა უნდა მსახიობზეც არის მის კეთილნებაზე დამოკიდებული და ამბიციებზე ზოგიერთით გიждდება ჯიგარი უკან და იქ ჩაეკვეხება ოპერატორებში და გეხმარება ეგ დიდი მაგარი რამეა მაგრამ არის რომ ისწავლა ყავის დასალება და აგერ უნდა ითამაშო და აი ამ დედასთან გაქვს ახლა ეპიზოდი უცებ მიდი აკრიფე აბა შენისა რავი ყველაფერი და თეატრში იმ დედასანამ შეხვდები რო დაირეკება მესამე ზარი დაიწყო სპექტაკლი და მიდიხარ პროცესს გადიხარ აი მაგაჩეთო და ჩი ვერა რაღაცაში მოყვევი შტორმში მე ამოხვედი მე მაინც მიდიხარ რა იქამდე მიდიხარ
თუმცა იქ ტექსტი თუ აგერია იქ всё კარგად ბრძანდებოდი ამბავი. უფრო საპასუხისმგებლო მაინც უფრო თეატრი გამოდის, იმიტომ რომ შეიძლება ხა იმპროვიზაციას მიმართო თუ შეიძლება რაღაცა, მაგრამ მაგარი. კი ბატონო. ის რთული არის უფრო რა. კი ბატონო, მე ცოცხალი ის არის ურთიერთობა. ეს საოცარი რამეა ენერგეტიკა მაყურებელ და შენ შორის. მე ჭრელია საზოგადოება ისევე როგორც მე. ხო და ჭრელია და ის ვინ არის მოსული რა ფრაზას ისვრის, ვიღაცა არაადეკვატურად იქცევა, ვიღაცა ტელეფონი, ვიღაცა მთელი ამბებია და ეს ყველაფერი აი სულ ცოცხალ იმაშია. თუმცა გრძნობ. აი არის გრძნობა რა. ის ხო არ გეუბნება დარბაზიდან, ვაიმე, კარგია საოცრება, მიდი გააგრძელე. ხო არ არის ეგრე. არა, ის გატრუნულია და იმ გატრუნულობაში აი ეს გრძნობა აქვს მსახიობებს რა, რომ სხვანაირი სიჩუმეს გრძნობ. არის სიჩუმე და არის სიჩუმე არის ა? სიჩუმე არის სიტყვაზე? აი ამას გრძნობ, ასე თვალით არა, ენერგეტიკა, მაგარია. აი შენს მოქმედებას ელოდება. იქ რა იცი? იქ გრძნობ, რომ всё, რაღაცა ჩაჭიდებული გაქვს რა და უნდა გაუშვა. აი ამ кайფს როგორ შეიძლება შეელიო ადამიანი ვერასოდეს. იმიტომ რომ მაგარია. შრომატევადია, რთულია, თავისი ყველაფრით, თეატრი რთული ამბავია საერთოდ. მე და ბასკი ხო გადაგვიღეს ახლა ბოლო სეზონის პირველ სერიაში ჩვენი დაიწყო რა. ერთ წუთიანი სცენა იყო და რამდენი ხანი ვიღებდით? 1 საათზე მეტი ვიღებდით ერთ წუთიან სცენას. კი ბატონო. მე ხო საერთოდ სხვა სპეციფიკაში აღმოჩნდი. ბატონ დავითსაც შეეშალა რამდენჯერმე. ბასკისაც შეეშალა და გაიწელა საათნახევარი დაახლოებით. კი, მაგრამ ერთ წუთიანი სცენა რა. ბატონ დავითს რო შეეშალა იქ უკვე მან ამოუცხოდა ზუსტად მართლა ისე მომეშვა რომ შეეშალა და მეორე დაიწყო მე დუბლი. კი, ეგრევე. აი ცოტა მეთქი რა. ეგ არის მე ჩემში არ ყოფილა მარტო მეთქი. ეგ არის ბატონი დავითი, ბატონი რეზო კიდე არის იქ ხალხი ზაზა კოლელიშვილი, გივი ჩუგუაშვილი, ბევრი რა, სხვები არ მიწყნენ, მე ეს ხალხი იმიტომ ჩამოვთვალე, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, თეატრალურ ინსტიტუტში 4 წელში ამთავრებ რა ყველაფერს და იქ რას ასრებ და რას ვერ ასრებ, მაგ კიდე საკითხავია, ცალკე, მაგრამ თეატრში სხვადასხვა შედიხარ რა, აი თეატრში იზრდები რა, მან ზუსტად იზრდები ამ ადამიანების მაგალითზე და ამათ რო აკვირდები ტექნიკას და ყველაფერს. აი, ახლა ვინ ჩამოვთვალე ჩვენ ბოლო სეზონში, გარდა ამ ყველაფრის ამ ჩვენი სეზონია და ჩვენი სერიალია, ამიტომ არა, მე ამას დავთამამად და ძალიან ისეთ რა, ხარგაშლულად ვიტყვი, რომ ეს ერთ-ერთი ისეთი სერიალია, რომელიც ქუჩაში ხდავდივარ და ხალხი ელოდება, აი გადარეულები ელოდებიან, დიდი სიყვარულით ელოდებიან და თან ისეთი დამოკიდებულება აქვს ყოველას მიმართ და ამ სერიალში აღმოჩენის გარდა იმისა, რომ სერიალი იქმნება და ჩვენ ვსწავლობთ რა, ვინც იქ ვართ, ახალგაზრდები რა, ვსწავლობთ ამ ადამიანებისგან, ოღონდ მართლა მე ახლა რა ახალგაზრდა 45 წლის კაცი ვარ, მაგრამ არაფერი დიდი გამოცდილებები ისეთი ასეთი, მაგრამ ამათ რო ვაკვირდები, თან მეტი შრომის გარეშე, მე ეგეთი ადამიანი ვარ, ძმაო, რა ვქნა, მე ასე ვარ, მე თემიკო ჭიჭინაძეს ვდგები და სტუდენტი რო ვიყავი, ასე პირდაპირ უყურებდი, მე ესევე იასამანი და მაკბეტი და მთელი ამბები და იქ ჰამლეტი, ნუ ხო, ამათ უყურებდი ასე, დათო დარჩი ახლა შემოვიდა სერიალში, იქ არის ხალხი ხო მართლა და უცებ ხდება როგორი ამბავიცი ერთ სასტუმროში იჩიტები მეგობრობთ გულშემატკივრობს გეძმაკაცება და აი ეს კავშირები ეგრევე ამ ამბავს იქ ვახო მე მოვდივარ და მე პლუს ამაზამათ ვაკვირდებით ხო გადაღებები რო არის როგორ აკეთებენ და მე ხვალდაზე მეც რო დამიძახებს ვიღაცა კინოში და აი ესენი რო არ მეყოლება გვერდით ისეთ პროექტში რო აღმოჩნდები ახლა ყოველთვის ერთმანეთს ხარ შევხვდებით თუმცა ღმერთმა შეგვახვედროს ბევრ ფილმში ერთმანეთს მაგრამ ამად გარეშე რო აღმოჩნდები ხო უკვე აი თემიკოსის გამახსენდა აგერ ბატონი დათოსი გივის ეგერ ზაზასის სიტყვაზე ყველაზე არ ეწყნებათ არავის ვინც იქ არიან თუ ახალგაზრდებიც არა მარტო იქა ჩემზე უმცროსებიც რასაც აკეთებენ სივარ მე მევასება რა მაგრა გააკეთა ნახე ამე რაღაცა ისეთი რა მე არ დამარწმდება დათო თვალიშობა მეორე სეზონში ბატონმა დათომ იქ რო იყო უნდა გასულიყო და ერთად უნდა შემოვსულიყავით და მე უნდა ამათვის ის მონოლოგი უნდა წაეკითხა რა იგი არა და უნდა ეთქვა ის რაც მონოლოგია ნუ ის ტექსტი და ბიჭო აი ეს ფეხბურთელების ჩასაჯდომი რო არის ფოთში ვართ გასახტელი კი ჯიმა და
აი აქ ასიყურე ზუსტად თავი აქ მიდებული ასე. აქ რო თავი აქ მიდებული მეც ასე კი არ ტრაბახო, მაგრამ ჩემთვის ასე დავჭი გავიფიქრე, вообще რა მაგარია ახლა აქედან ეს. აი ისეთი თან გაბრასთან საცუდსევდიანი და რაღაცნაირი და აი დედას გეფიცები უცებდა. ახლა მე გეტყვით ერთ რაღაცას. ახლა პირველ ტაიმი ვიდიოდო გაბრაზდა შემოვიდა ესო პირველ ტაიმი. მეორე ტაიმი დარჩა გუდო სასტავი ყველა იქა უყურეს და არა მეორე ტაიმი კი არა პირველ ტაიმში შუაში გაბრაზდა შემოვიდა და დატოვა ესენი და მე შემოდიან ეს ფეხბურთელები. აქ დახვდესო ესო. ასეო. მე არ დამავიწყებ არასოდეს. აი ბედნიერი ვარ. იმიტომ რომ მეც ოდესღაც სადმე რაღაც მოხდეს, აი მდგომარეობაა რა. მდგომარეობა შემოსვლა კი ის მიყუდებული რო იყო იმაზე და იქიდან რო დაიწყო და არის ფილმშიც იქ და იქ მიხარია ჩვენი ფოთელი ბიჭები იყვნენ, მსახიობები კიდე ჩემები იყვნენ და მე იმით ვიყავი ბედნიერი რომ ისინიც ამას აგერ ცოცხლად ესწრებოდნენ, ხედავდნენ. და არა მსახიობებიც, ფოთელები, ჩემი მეგობრები, ნუ ყველა, ნუ აი ეს რა ყოფილა вообще პროფესიაო რა. აი არის და ხო, აი იმიტომ კინოს, თეატრს რაღაცა ორივეს ვერ შეველევი, იმიტომ მაგრამ მიყვარს და ვინც ვახსენი ის ხალხიც ახლა ეგენიც ეგრე არიან რა, იმიტომ რომ თეატრშიც ძალიან კარგად თეატრშიც ისეთებს აკეთებენ რომ და ასე რომ ორივე. თავარია მე მოვახერხო და ჩემი მოხერხების გარდა ნამდვილად არ ვენდური სამივე თეატრს აი ასეთი მადლობა რომ ხელს მიწყობენ. თუმცა მე იცის ხალხმა რომ აი ეს პარალელური იმაში მიწევს რაღაცნაირად აი ძალიან რთული რეჟიმი გაქვს ხო? რთული რეჟიმი მაქვს და ეს ფიზიკური იმაზეც დამეტყო და ნუ ახლა მივხედო უნდა ცოტა თავს რა, იმიტომ რომ ნამეტანი რთული ის მომიწია რა. პირველი სეზონი ნუ მოყოლილი მაქვს, გადავიღეთ სიგიჟე ყვარყვარეზობთ გამდით პრემიერას. თან ეს ისა რა ქვია, ბოლო სეზონი დაიწყო, ბოლო სეზონს მორჩებოდი თეატრში გავიქცეოდი, იქ ყვარყვარეზობთ გამოვიქცეოდი სტადიონზე, გადაღება მერე ამას დაემატა სენაკის თეატრში რომეო და ჯულიეტა, ფოთიდან გავარდებოდი ამ ჭალადიდის გზა კი იცით რა, მაგას ცოცხალი იმას ეძახიან რა ქვია, სამარეს თუ ფრთხილად არიარე, ღმერთმა ყველა მშვიდობით ატაროს მაგ საერთოდ, მაგრამ ეგ გზა ისეთი იქ ბრახ იქ თეატრში პრობლემა არ იყო, დარჩი არის ოთახი, მაგრამ დილით გადაღება 9-ზე, ახლა აქედან უკან დილით წავიდა. მორჩებოდი წავიდა, გადაღება, მორჩა გადაღება, წამოვიდა, ყვარყვარე მორჩა ის და ნუ ესეთი რეჟიმი ყოფილა, მაგრამ არავის არ ვამადლი ამ ამბავს და არც წუწუნებ, უბრალოდ რაღაცები დავალაგო უნდა, ხო, დაალაგება კარგია. თუ დაალაგებ. ხო არ აგრევია როლები? ბოლო სეზონზე ყვარყვარე. არა, ეგ არ ამრევია, მაგრამ სპექტაკლებზე არის ხოლმე რა, სპექტაკლებზე ზოგჯერ ვიფიქრია. მაგალითად ყვარყვარი იწყება ასე. გუშინ დამემართა სოხუმის თეატრის სპექტაკლი მქონდა და დამემართა კი არა, კიდევ კარგი ყვარყვარი იწყება ასე. ხალხში ასე აკეთებ. ჩუმად. ებიჭო ხელს ნუ მიშლით და ასე იწყებოდა. სოხუმის თეატრში იწყებოდა გუშინ სპექტაკლი ასე. შემხედეთ. ნახეთ რა ვსგავარ და შუდა ის და ბიჭო კინაღამ შუთი დავეწყე იქ. იმიტომ რომ ერთი კონსტრუქციის ის იყო რაღაცა შუდა შეხედეთ რა ვსგავარ და არის ხოლმე რა არა ამბები. თეატრის რეჟისორთან უფრო მარტივია მუშაობა თუ კინოს რეჟისორთან ისე? ჩემი ვარაუდით ალბათ თეატრის. თეატრის რეჟისორთან რა არის გეტყვი. თუმცა კინოს რეჟისორთანაც ეგრეა, მაგრამ კინოს რეჟისორთან ნახე რა არის კიდევ ამბობ, გააჩნია რომ როლი კინოში როგორ არის ახლა მთავარი როლები. თეატრს აქ ამბავი რა, თეატრში ჩამოდის რეჟისორი ან არის იქ სამხატვრო ხელმძღვანელად და დგამს და ამ თეატრში მას აგერ აქვს სახლიც, ბინა, შენც აქ ცხოვრობ ხარ და თუ უნდა მას სახლში დაუძახებს ამ ხალხს, თუ უნდა თეატრში სხდებიან და მიდის ეს მსჯელობა, საუბარი, ლაპარაკი, მთელი ამბები, პროცედურა რა. და კინოშიც როგორ არა, კინოშიც არის, მაგრამ ნუ კინოში ასეთი თავშეყრა და ამბები, ნუ რა თქმა უნდა, ახლა იქით არის, აქაც ყოფილა და აქაც მე მქონია რამოდენი, მაგრამ მე მქონია როგორ იცი, აი ეპიზოდებს
ვის მიხედვით დაუბარები ვართ, მაგალითად ლევან კოღუაშვილთან მქონდა ეგეთი რეპეტიცია და ძალიან და სხვათა შორის თინა იმასთან მქონდა, თინა ყაჯრიშვილთან, აი ესე ნაწყვეტებად მქონდა. აი მთლიანად ყველა ერთად რო ვიკრიბებით გადამღები ჯგუფი, ეგეთი ამბავი, იშვიათად რა. ამიტომ რთული ეს კითხვა ჩემთვის როგორ აიცი ვერ ვიტყვი რა ის. იგივე არის კინოთეატრში. იგივეა, იმიტომ რომ კინოშიც არის და ვინც ამას არ აკეთებს, იქ მე იმასაც დაეტყობა საქმეს რა. სერიალი სხვანაირი კონსტრუქციისაა, ახლა სერიალი არის უფრო იქ უკვე პირველი სეზონი და უკვე ამბავი რო იცის ყველამ ერთმანეთის სულ თქვა ყველაფერი, მაგრამ რუსამ ხატრულ ფილმს შეეხება ეგრეა რა, ახლა რუსაჭყონიამ რო გადაიღო ვენეცია, მთელი თეატრივით სამაგიდოებს გავდიოდით და ტექსტებს და ამბებს. მე კინოში ამას აკეთებდნენ კი არა, ამას აკეთებენ და აკეთებდნენ და ეგრეა რა, იმიტომ რომ გოდერძი ჩოხელი როდესაც იღებდა ცოტვიშვილებს, ეგ ცნობილი ფაქტია, ფანტასტიკური ფილმია ზურაყიფშიძე რო თამაშობს რა და ზურას რო უთხრა ამ როლზე, ზურამ უთხრა, ახლა მე ხილიანელი კაცი, თბილისელი, კარგი რა გოდერძიო, რაღაცა იყო რა ისა რო უთანხმოება იმაში რომ მე რა შუაში ვარ თისგან. გოდერძი მოკიდა ხელი და გუდამაყარში, თავის ნათესაებში გაუშვა, დატოვა. თვითონ აქ მოსამზადებელი პერიოდი გაიარა. მსახიობებთან სხვებთან, იქ ორი თავარი პერსონაჟია და ორი რა სამი მარინეჯანაშიაც არის ცხონებული. ხო. დავიდნენ, რავიდნენ. ზურა ახლა რა. ფიფშიც დახვდა ზურა, უდამაყრელი უკვე იქ თვენახევარი, მაგრამ ის გოდერძიმ გააკეთა. შენ არინერ რო გაუშვა. ხო და ესე რა, მე მაინც ხატრული ფილმის სტრუქტურა მაინც ესეა. თუ ახლა ადამიანები რომ თავარ როლსაც კი არა საერთოდ რა რო აკეთებს მოსამზადებელი პერიოდი ახლა კაცი დაგამტკიცონ როლზე და ერთ კვირაში გადაღება გეწყებოდეს დამტკიცებიდან არ არის კახი გავსაძეს ქონდა ეგეთი ისტორია ჩემ პედაგოგთან ჩემს რეზო ჩხეიძესთან დონ კიხოტი რო უთხრა კახიო 5 დღეში მოდიო მზადო რაღაც ტექსტები და კასტინგი და კახი ხო იცი როგორი შენ რამდენი წელია ეს დონ კიხოტი გინდაო და საერთოდ სერვანტესიო და იმან მაგრა უყვარდა სერვანტესი იყო რეზო ჩხეიძის ესეთ კერპი კუმერი და ეს კაცი რა ჩარლი ჩაპლინი ხო და აი ამ ორზე და რეზო მუთხრა მე მთელი ცხოვრებაო რა მთელი ცხოვრება მე რაც უკვე ცნობიერება ბავშვობ მეხსიერეა და უკვე სერვანტესი იქიდანვე მომწონდა და მიყვარს და კუმერი მაშინ მე მაცადე 2-3 თვეო შენ თუ მთელი ცხოვრებაო მე 5 დღეში რანაირად ხოვ ამას აბა ეთერა კახის ვერ ხოვ და გაუკეთა იქა და რეზონ აი წავიდა და ყველაზე მაგარმა ნაცნობ ადამიანმა ახლა აგე რა ლაშამ რომ მითხრას მე სიტყვაზე რომ მივესალმო გამარჯობა ბატონო გამიაროს რო ვერ მიცნოს აი ეგეთმა ახლობელმა ნაცნობმა ადამიანმა ვერ ისნო კინოსტუდიაში რომ შემოვიდა იმის მერე დავრჩიო ამ წონაზე მთელი ცხოვრებაო აი ესე იმის მერე ვერც მომიმატეო კახი ანუ მან მიცა პერიოდი იმის რომ აი ეს რაღაც პერიოდები ჭირდება ადამიანს რა იმისთვის ეს არ არის ახლა ვიღაცამ შეიძლება კომპლექსი აკიდოს აუ ამან მომინდომ ახლა ეს ტოჟემნია დენირო რაღაცა კი ჩაიფი ბურდღუნოს შეიძლება ჩაელაპარაკოს მაგრამ არ არის ახლა ონკოლოგიურ დაავადებულს რომ თამაშობს სიტყვაზე ღმერთმა დამიფაროს და ყველას უშველოს ღმერთმა ნამდვილად ვისაც ეს პრობლემა აქვს აი დედაზგებიცები საშინო მაგრამ ამას რო თამაშობ რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ ნაბიჯის გადადგმა ორჯერ უნდა ახვიდე რა იქ ნახო რომ ჩახედო იმ რეალობას და თელი ღამე არ დაგაძინოს იმან შეიძლება და დედა გიტიროს რაღაცა ისე მაგრამ უნდა ქნა მე ასე მგონია ვიღაცას კი არა ვიღაცები არ აკეთებ ვიღაცას ტექნიკა აქვს კაცო ისეთი რომ ჰოპ და ფშო ვენაცვალე მაგარია გაიხაროს მაგრამ ვიღაცა არის რომ ამას ესე ვერ მე ნაგვისურნაში ახლა რომ ათამაშო ბომჟი რომელიც ეპიზოდი მაქვს რომ ნაგვისურნაში თავი უნდა ჩავყო მე რეფლექსი მაქვს აი კბილის ექიმთან რომ მიდიო ტანჯავ რა ერთი ცოდნა მიიტან და ის მაქვს და სუნზეც ხო აი სიტყვაზე ვისიამოვნებს ახლა ის სუნი ხო მაგრამ მე რომ ათამაშო რომ აი აქ უნდა ვიქექებოდეს შიგნით ნუ რა თქმა უნდა მხატვრები ნამდვილ ნაგავს არ ჩამეყრიან გადაღების დღეს
მესმის ბატონო დეკორაცია მესმის ეს ბატონო მაგრამ არა შეიძლება რეჟისორი ისეთი გარბურბალა რომ არ მინდა მე რა ეს ასე მინდა და რეჟისორი კი რა მსახიობი შეიძლება მე ვუთხრა არ მინდა ეს ბუტაფორიული ეს ნამდვილთან მივალ არ მაქვს პრობლემა ახლა იმიტომ ჯამ მე დამაბანინეთ და არა მაქვს პრობლემა ვიტიტყნები ხო მაგრამ ის სულ იმას უნდა რაღაც ერთ სამჯერ უნდა მოვითფინო ის რაღაც მივიღო რომ ეს შეგრძნების დონემდე მაინც ვიცოდე რა სულ მიყვირს მანქანაზე რო კიდია ტიპები უკან იმ მანქანაზე ხო ნაგვისო მე ვთქვი რა რეფლექსინი აქვს რა ეძახიანებას რა ვიცი ცხვირის აი ხო აი მიჩვევაზე არის მიჩვევა აბა ამას მოვაყოლე რას ანუ და აი ამას თუ დაითრევ რა ვიცი ახლა კი დიდი ფილოსოფია და რაღაცა პერსონაჟის კეთება და რა არის რა ისეთი აი გერხართ არ უნდა ამას მსახიობის კი არა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში რამე ჩაგიკბეჩია და გემოს რა გაუკეთებია შენთვის ხო იმ გემოს სად გადაუგდი ხარ სად წაუყვანი ხარ რა წარმოსახვაში სხვა ადამიანად გადაუქცევი ხარ უცებ რა აი კინძის მარცვალი როა და ის რო გასკდება კბილში და всё ვიღაცისთვის რაღაცა ასოციაციაზე ვიღაცა წარმოგიდგენია დაფნას ჩაკბიჩო და ცრემლი წამოგივიდეს უცებ ტირილი მოგინდეს რა იმიტომ რომ ის რაღაცა იქ არის ის დიქჩა იქ მახსოვს ეს ისე მძაფრად რავი არის რა თელი ამბები ეგეთი რომელიც ამას პროცესის დონემდე ამიტომ არის ეს სიჩქარე არ უნდა სიჩქარით გაკეთებულს ეტყობა რა აფხაზეთის თემასაც რო შეეხები რაც გვაქვს და საკმაოდ ძალიან ისეთ მინუსად მიმაჩნია მე არაფერი დიდი რაოდენობის გადაღებული მაგ თემაზე არ არის ფილმი რა მაგ ამბებზე და ვიღაცეები ქვეყნები ჯერ კიდევ ვერ ამოწურეს სამამულო ომის თემები იმიტომ ის სამამულო ომი კი არა წუხე პროპაგანდის ნაწილია და შენ ეს გააქვს სამწუხაროდ და ეს ისე უნდა გააკეთო ახლა არ არის თვალ ავტომატები კი არა ჩვენო სულ ომი აი ისეთი ისტორიები არსებობს რა ამას უნდა ეძღვნებოდეს იმიტომ რომ მე ახალი თაობა ხვალ და ზეგ რო დაბრუნდება და მე მჯერა რო დაბრუნდება მე ვიღაცის იქ ჩაბალამუტებულ ამბავს არ მოეკიდონ და არ გააფუჭონ ისევ ის რაც გაფუჭდა და რაც ჩვენი ბავშვობა მოიშხამა რა ამიტომ მაგ თემასაც რო შეეხებინ ის ვიტელი იმით უნდა გაიარო თან დღეს არსებობს ჭუბერს კაცი ეხებოდი და კოსტუმების არჩევა გიჭირდეს ბიჭო სიტყვაზე ჩაწერე ოჯახაშენებულო გული თუ გაუძლებს უყურე აბა რეები აცვიათ რა ხდება შიგნით რა უნდა აგე რა აწყოფცებ კოსტუმს და აი მაგას რო ჩააცმებ მსახიობს აი ის ვერ გითამაშებს იმას ის всё ის გააკეთებს აიცი ეგრეა ამბები რაღაცა ცოტა იქით წავედით საწავედით რა ეს დავრჩეთ მაშინ აფხაზეთში და თემაზე ხო აი არ არისო საკმარის რაოდენობის ფილმებიო რამდენიმე არის ანუ კარგი ფილმი ხა დამოუკიდებელი შენ მაინც როგორი კუთხე წარმოაჩენი აფხაზეთს აი ხა რა იღებდა ფილმს პირობითად რა სიუჟეტის ფილმს გადაიღებდი მე გადავიღებდი მაგალითად რა სიუჟეტის ფილმს მე ორივე მხარეს აფხაზის და ქართლის მხარეს პაციფისტი ხო არის პაციფისტი ტიპები ბაბუა მყავდა მე ერთი რადიკალურად განსხვავებული ერთი იყო სერიოზული მონადირი კაცი ოღონდ ისეთი მონადირი ის კი არა ყველაფერს არა მონადირები ფრტყის დამცველებიც არიან ბევრად უფრო მაგრად იცავენ ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურების ზოგიერთ რაღაცა არის ეგ რეალობა ბაბუა იყო ეგეთი ტიპი პროფესორები დადიოდნენ ბაბუასთან ექიმები და ეს სხვა რამე იყო კიდე გარდა იმ ნადირობისა და მეორე ბაბუა იყო განსხვავებული საერთოდ პაციფისტი ტიპი იარაღი რა იყო ბაბუა მიცოდა ნერგების გულის ჯიბით ტარება სადმე თუ იპოვიდა და სახლში ეს უნდა გაეხარებინა და ორანჟერია და ესეთი მეურნე კაცი იყო და ამბები და როცა თიბავდა აფხაზეთში ომის მერე დედაჩემის სახლი ძალიან ისეთი სახლი გააშენა ბაბუამ კარგი სახლი იყო დიდი იყო და რომ მოადგნენ იფირენაკო по-моему коммерсант жило რა ანუ კომერსანტი ცხოვრობდაო და ამ დროს არა ბაბუა რა თხილი ციტრუსი და ამას გაყიდი და შემოსავალს მე და ეს სახლი ააშენა ესთეთი ტიპი იყო რა პალმები ეზოში გაუზი ქონდა წინ თევზები დასურავდნენ და აი ესეთი სახლი იყო რომ მოვიდნენ ამათმა ირგვლივ რო გადაწვეს ყველა ღამე ხო უნდა სადღაც დაიდონ უნდა ბუდე რა და ამ სახლში დაფუძნდნენ, ანუ აქ ამ სახლში ყოველკვირა იცვლებოდნენ, რომელი ჯარებზეა ეს ლაპარაკი, ის კი არა, რა ქვია,
ახლა იქა თავის ლეგიტიმაცია თუ რაღაცა ამბები რომ არა მაშინ იყვნენ 30 კაციანი კაზაკები, ადიგეიცები ეს ჯგუფი ესენი არიან რომელიც ქალი ბავშვი რო შეხვდეს ვინმე იზრდება ბარადიორები სიგიჟე ესენი მე 1-20 დღის მერე მოინადირებდნენ აქაურობას ამ სოფელს გადაჯეგავდნენ წავიდო და მე შემოდიოდა სომხური ბატალიონი ეს ბაგრამიანი მე ეს გადიოდა მე აფხაზური ბატალიონი ესე იცოდა ამ სახში მოდიოდნენ გადიოდნენ ამ სახში ყველაფერს ეშვებოდნენ რა შიგნით და ბაბუა ისეთი ტიპი იყო ჩვენ შვილიშვილებს არ პატიობდა ეზოში რომ რამე დაგვეგდო რა ნაგავი და წარმოგიდგენია ახლა ამ ეზოში საქონლების დაკლა და იქ პირდაპირ იქ ხარშვა და იქ ხარშვა მარტო ხორცის არა ხარშვა უბედურების კი იცით იქ ოთახში მოსაქმება ყველა და კაცმა ეგრევე და შო ვერ გადაიტანა და ეგრევე დაავამტყოფდა ამბავი და ახლა რას მოვაყოლე სიუჟეტს რას გადა თიბავს ბაბუა ერთი დღეა თიბავს შემოდგომის დღე და ესენი აღერ თარეშობენ რა მოივლიან სოფელს გამე მოდიან ამ სახში 1-3 არის ყარაული ნუ რაღაცა როგორც არის ხო და თიბავს მაგრამ ეს იყო აფხაზური ბატალიონი აი წარმოიდგინე ამას მნიშვნელობა აქვს ჩეშნური და ეს ნარევი კავკასიური თები იქიდან ჩამოსული ისინი ცალკე იმის იყო და აფხაზების ბატალიონი იყო სრულიად აფხაზებით დაკომპლექტებული ხო და რო თიბავს ასე მისულა მეგრულად მუსართო რა შვებიო თიბაო რა შვებიო თიბაო და აი მომეციო ცელიო ბაბოჩე მე მომეციო ცელი და ვიფიქრებ ახლა ცელი მეცი მივეციო ცელიო ცელი რომ მივეცი აკემი მომცაო ავტომატი ეს ავტომატი რომ მომცა ავტომატი ისიც ასე გაუწოდა ხელი ბაბუამ ეს მომიყვა მე ბებიაჩემა და მე ეს უცოტა ჩემი პროფესიით შევხედე ახლა ხატვარო ვიცოდე დავხატავდი ტილოს ოღონდ მართლა მაგას ანუ სენა აღადგინე ტილოს დავხატავდი ტილოს მეთქი რა აი სასაულ ტილოს დავხატავდი და ეს როგორც კი ბაბუამდე იმიტომ მოვაყოლე პაციფისტი იყო ბაბუა არე რაგატკა ის რომ არის შურდული ეგ არიცოდა ეს როგორც კი გაუწოდა ისე ჩაუსვენა ხელში იმან რო ჩაუსვენა იმან მიყვა და მოუთიბა ეზეზო მოუთიბა და ბაბუა კი დარჩა ასე უცებს არ მომიდგენე მეორე ბაბუა რო ყოფილიყო მეორე ბაბუა გადაატარებდა იმას იქ სამი იყო დარჩენილი თუ შეიძლება იმიტომ ის ნაფრონტალი იყო იმას კოჭში გერმანელებმა თელი აბა დაჭრილი და ფრონტი გამოვლილი 17 წლის იყო და ესე ის სხვა რამის ისა და მე ახლა რომ მითხარი იმ კითხვას დაუბრუნდები რა თემა პაციფისტობაზე გავაკეთებ და ნუ თემებს შევაგროვებდი ოღონდ ქართველების მხარეს არა იქით ამ მხარესაც მე ერთი რა მაგარი რამე ამოვიკითხე ჟურნალში მასწავლებელი ქალი აი ხა თუ გვისმენს ვინმე შეიძლება აი ვერ პოულობ იმ ჟურნალსაც და მასწავლებელი ქალი დღესაც მირეკავსო აფხაზიო ჩემი მოსწავლეო და მოკითხვებს და ნუ აქვთ ერთმანეთთან მოკითხვა და ამბები ნახე ამაზე მაგარი რამე იქ რო წავიკითხე ის გვერდი დავასველე რა თქმა უნდა და ნუ ზაგზაგდი რა ემოციური იყო და რა იყო შვილი მყავდაო უნივერსიტეტი დაამთავრა სოხუმის რაღაც ფილოლოგიური ეს მასწავლებლების ოჯახი შვილი და როგორც კი ბომბი ხო ჩამოვადებოდა სოხუმში და ფანჯრებს ხო ჩაამსხვრევდაო ეს ბომბი წნევა ეს ჩემი შვილი ეს ფილოლოგი ბიჭი რა კაცი ნუ ბიჭი ხო უკვე დასრული მისი ტოლები ომობენ და მთელი ამბავი ასე მოკიდებდაო იმაში ხო იცით როგორი ის იყო ასეთი ლურსმნები რო ყრია ჩაქუჩი და ეს ასე დაჭედილი რო იყო ჩვენ ბავშვობაში რა სალაგი ამის ამით გავიდოდა ამ დაბომბილ სოხუმში თავის ქუჩაზე და იქით ქუჩები ეს პარალელურად იყო და განურჩევლად ნაციონალიზმისა განურჩევლად სქესისა არ აქვს მნიშვნელობა ჯიშისა თუ რაც არის მიდიოდაო და აი ესე ამ ჩამსხვრეულ შუშებს სახლებს რაც ქონდა შუშები რა ნარჩენები და ამას ამოჭრიდასო და ამ ფანჯრებს ვამდაო ძმაო და ასეთი შვილი დამიხრიტესო მე დახრიტეს ის ახლა წარმოიდგინეს რა სიუჟეტია აი ხა მე იმიტომ კი არა რომ ეს ჩემი არ არის იმ ქალის მოყოლილი ეს მელ გიბსონმა ეს რომ მოისმინოს სიტყვაზე არ რომ მოიკითხოს მე დარწმუნებული ვარ ამ ეპიზოდს გააცოცხლებდა და ამას ისე გააცოცხლებდა და აბა რაც მოუყევი როგორია ეს უბრალოდ წარმოიდგინე ეს კიდე მე ვერ გადმოგეცით იქ წერს ის შეიძლება გამოდის და ყველას წერსაც იმის სახლის ჩაიმსხრა იმის ბერძენის აფხაზის ყველა ჩასვა
მე სახში დაძებ ისე სანამ შეძლო ამაზე მე დაიჭირეს და რა არის ბედისწერა ეს დახვრიტეს ვიღაცა რომელიც ის გადარჩა აი ესეთ რაღაცებზე სიუჟეტებზე ну რა ვიცი რა ბევრი ახლა არის ნანაჯანელიძეს ფილმი არის ბანდარინები არის გაღმანაპირი ხო რაღაცა მაგრამ კიდე ვიცი რა არ არის სავალდებულო კაცო სულ ისა რაღაცები შეიძლება სიუჟეტები უამრავი არსებობს ისტორიები არსებობს ძალიან ბევრი აი გერ გავაჟღერებ აგერ თქვენთან მანანა ანუა კამანის ამბავი წიგნის პირდაპირ სათაური რო არ დავამახინჯოთ ახლა 54 ტყვეობის დღე კამანის ასეთი წიგნია ლებანიძე შორენასი ну იქს გადავამოწოთ მე და ჯობია მის საკენთ იმიტომ რომ შეცდომით არ მინდა და ეს წიგნია ეს არის ანუა ისტორია მამამისი აფხაზი ის ტაძარი რო ააშენა 1500 საფეხურიანი კამანში და მერე იქ ტყვეობაში რომ მოხვდა და საპატრიარქოში მისი იურასი იანუასი მეუღლე მონაზონად წავიდა მერე მანანაის შვილი არის ინტერვიუები აგერ რო ჩაწერთ რა და შორენა ლიბანიძეს აქვს წიგნი დაწერილი დოკუმენტური ის არის რომანი აი ამას ხო სულ მიყვირს რა კინემატოგრაფია როგორ არ ეხება რანაირად უნდა ჩაუარო ამას გვერდი თან ნახე ქალების ამბავია თან აი მსოფლიოში რაც არის ფემინისტური საკითხები რა თქმა უნდა მე ძალადობა ქალს რანაირად კაცი იმიტომ ახარ რომ ხელის გულზე ატარო უნდა რამეს ისეთი გაგეღიმოს რა ხო რაღაცა უნდა სხვა გვიმით უნდა მე და ეს ამის აქტივობაში მეც ვარ მაგრამ ისე არა დამახინჯებულად ვიღაცებია და გაწყდა თქვენი სინსილა და გამოწყდა ამათი სინსილა და არა ეგრე არა მაგრამ მე ქალებზე აქ ჯიმა იცი რა არის იცი რა ნაწარმოებია იცი რა ისტორიაა მას მე აქ არ მოვყვები იმიტომ რომ მე დავამახინჯებ ზუსტად ვიცი ამას არ უნდა ჩაუაროს კინემატოგრაფია ამას არ უნდა ჩაუაროს ქალმა რეჟისორმა თუნდაც ნიჭიერმა ამას არ უნდა ჩაუაროს კაცმა რეჟისორმაც რა მე ასე მგონია ის რაც ის წიგნია პერსონაჟები გააფრენ ისტორია გაგიჟდები თან ისტორია როგორი ნამდვილი ეს რომელი ამბავია იცი მამა რო ცოცხლად დაწვეს და მამა ისა გაბრიელი არისო მამა გაბრიელი არა და კამანის ამბავი ის დახვრიტეს ანუ ეს და ის ორივე მამა და ბერი ისა ვაიმე ემოციისგან დამავიწყდა მე რა ხდება ნახე აქ ის ხო დახვრიტეს ის მამა ხო დახვრიტეს მამა დახვრიტეს და ის დაწვეს არა მამა დახვრიტეს კი არა მამა დაწვეს და ის დახვრიტეს რატომ ვანიჭ იმაშვები ამას ზუსტად მე ადგა და ქალმა ჩაიცვა ამ მამაოს ანაფორა ამ მანანა და იქ არის ხატთან რომ მიდის და უკვე რო გამგელებულები შემოდიან და всё ქალია და ულამაზესი გოგო ახალგაზრდა და როგორც წმინდა გიორგი მარიამთან ღვთისმშობელთან კამანში ტაძარში შიგნით იყვნენ ისინი შემალულები აი იქ როცა და უკან ბახ პერსონაჟი იჩიტება აფხაზები სამი რომელთანაც კონტაქტი ჰქონდათ მე და ვიდეო თვალით მე არის ეგრე სიუჟეტი სადაც იმათმა გადაიღეს და ის საფლავი იმათმა იპოვეს მამის მაგრამ ის მამა სხვამ დახვრიტა იმათ ნუ იქ თარეშობდა მთელი ამბები და ნუ მოკლედ რა მნიშვნელობა კინოზე რო შემეკითხე მე ამ თემებს ძიმეა მაგრამ შესახებია და აუცილებლად ოღონდ უნდა გაკეთდეს მაგრად კარგად დაცული უნდა იყოს არომატი უნდა კონდეს მე მინახავს ფილმები ისეთი და შენს თქვენს გინახავთ რომ ეკრანიდან სუნიც კი გადმოსულა რა იმდენად ისე არა გაკეთებული ატმოსფერულად სანამ გავაგზავნებთ საუბარს ჩვენს მაყურებელს ვთხოვ გამოიწერონ ჩვენი YouTube არხი და ლაიქეთ ვიდეო დატოვეთ კომენტარი რათა ყოველთვის გქონდეს мотиваცია რომ ასეთი საინტერესო სტუმრები მოვიწვიოთ როგორიც არის ჯანო იზორია გადავიდეთ ბოლო სეზონზე აუცილებლად გამოიწერეთ ძალიან დაძაბულად დაიწყო მე დაუჯერეთ ჯანოს მივატე ძალიან დაძაბულად დაიწყო თავიდანვე ჩემი და ბასკის კადრით გაიხსნა კი ბატონო ამ ჩაძავდეს მე კარგად გახსენით ბიჭებო გახსნას ეგრევე დაძაბულად გაიხსნა და დაძაბულად გაიხსნა და ისეთი დამაინტრიგენებელი ამბავია ინტრიგა შემოვიდა მე რაღაც დეტექტივის არომატები გაჩნდა ცოტა იქი და ხო
კარგი, მე მომწონს, მე რაც ვნახე მომეწონა. 90-იანების მოუხდა. 90-იანების გარეშე ხო 90-იანები ეს კიდე ცალკე ამოუწურავი ეპოქა, ვითომ რომ დაუჩემებიათ რაღაცა. კარგი რა რითვერ დავამთავრეთ 90-ში, არ დაამთავრეთ კი დაწყებულიც არ აქვს ახლა ზოგი. ყველაფერი მაგას არ უკავშირდება. ჩვენი დღევანდელობაც მაგას უკავშირდება. მე მგონია რომ რაც უფრო დრო გავახვეწ კონიაკი უფრო რო ძველდება, ვინო ტკბილი კი არა ისეთი ხდება და უფრო კინემატოგრაფიული, უფრო ლიტერატურული, უფრო პოეტური გახდება ეგ ეპოქა და ეგ დრო მე დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ ხო ამ ძალიან გარობოტებულ სამყაროში ის ამბები ცოტა ისეთი ამბავია რა, მაინც შეიძენს თავის ფუნქციას. პირველი საფეხბურთო სერიალი. რამდენად რთული გამოვიდა და თვითონ შენთვის რამდენად ახალი იყო. გინდა მწვრთნელის როლი, გინდა ჩვეულებრივად გადაღებები და თვითონ რო ვთქვათ რამდენად კარგი პროდუქტია ბოლო სეზონი. მე აღნიშნე რამოდენიმეჯერ რომ მე მაგარი იღბლიანი ადამიანი ვარ თქო რა, ოღონდ მართლა ვამბობ, იმიტომ რომ ტიფლისი იყო სერიალი და ჩცდ-ში მე ვიყავი მაშინ, ჯერ კიდევ ჩცდ რო იყო თავიდან. ჯამში ვიხსენებდი. ხო და იგივე ეპიზოდში ვიყავი რა. ხო, დიდად არ ვახსოვარ მაყურებელს. ხო, იმის ბარათეონის ძმა ვიყავი დარჩოსი, დათოსი რა. იქ იყო პატარა 1-2 სერია იყო თუ რაღაც უცნაურად მოხდა იქ ჩემი ყოფნაც, გადაღებას თუ რა მეც ესე ვიყავი რაღაცნაირად, მაგრამ მე ვამბობ რომ ჯერ კიდევ იქით ჩცდ თქო რა, ამას ყურადღებოთ რა, იმიტომ რომ ჩცდ აი ესეთი ხოთში იყო ამბები და მაგრამ მე ვამბობ ახლა ბოლო სეზონზე რა შუაში ახლა ეგ სერიალები ის ჩავლილია, მაგრამ ვარ იღბლიანი ადამიანი თქო, იმიტომ რომ აი ესეთ პროექტში რომ მომიწია ყოფნა, თან ეს პროექტი რაღაცა ბეწვის ხიდზე იყო ჩემი ამბავი იმ თვალსაზრისით, რომ თეატრში დაემთხვა პრემიერის დადგმა ახალი სპექტაკლის ყვარყვარესი, ახალი ხელმძღვანელი იყო მაშინ სული ზუსტად ახლა ორი კაცი ჩამოვიდა ადამიანი დღეს ჩაუდგა სათავეში თეატრს და ახლა ეგრევე თან შენთან აქვს რაღაცა ისეთი გათვლა გაკეთებულია იმის რომ ეს პიესა მოაქვს რომ შენ უნდა ითამაშო ეს რა რომ მოდის გეგმით ხომ მოდის ადამიანი და აუ აქ უცებ უარის თქმა ეს მე სტაბილური სამსახური თეატრია ქვია რა მეტი სხვაგან არა გაქვს ახლა ეს სტაბილური სამსახური სწორად გამიგე სტაბილურობაში კიდევ გულისხმობ მე თეატრის გარეშე ვერ ვიცხოვრებ 2 ლარი იქნება თუ მილიონი ლარი იქნება მაგრამ მირჩევნია მილიონი იყოს რა 2 ლარობის დრო უნდა წავიდეს რა თეატრალურ ცხოვრებაში და საერთოდ მსახიობების ცხოვრებაში და აი ეს ამბავი იყო და ეგ იყო და ეგ და ფოთში სებ გადაწყდა ამის გადაღება. ნუ ეს ისტორია ყველა მიცის ახლა როგორც გადაწყდა ფოთში. მეუთხარი ბიჭო ფოთში ფეხბურთზე ფილმს ეყიდეთ ფოთს არ ეხებით რანაირად და ნუ ამ ამბავში რო გავიჭედეთ. ვიცით რომ დიდი წვლილი გაქვს შეტანილი. და ნოდარი სტადიონზე რო გადავიღეთ. და ნოდარი დამირეკა რეჟისორმა მარშანიშვილმა და ვაკოც და არა გაგიჟდა ვაკო მე რო უწერო იმენა სხვაზე არ მიფიქრია ახლა ჯანოაო გუდუ და რაღაც ამბავი და უცებ ნოდარი მეუბნება მირეკავს ფოთში. საფხულია შორტები ძივა. ჯანო, შენ გახსოვსო შეოხერო იქ რომ მითხარიო ფოთიო რო გითხარიო და რაღაცაო და მანდო სტადიონი თუ მოგვარდაო 60 კაცი მთელი გადამღები ჯგუფი წამოვალთო თვე ერთი თვითო და ერთი თვის განმავლობაში მე ჩვენ აქ გადავიღებ შენ ეპიზოდებს და ვიფიქრე რა ფოთი პატარა ქალაქია სტადიონი აგერა თეატრი აგერ არის. მაგას რა ჯობია მასე მოხერხდეს რეჟისორთან ავედი საბასთან საბამ არაო პრობლემაო ის ადამიანურად ისე რა როგორც უნდა მე მგონი არავის არ ზღუდავს თეატრში და ყველა სამხატვრო ხელმძღვანელს უნდა უხაროდეს თავისი მსახიობი პროდუქტიული რო არის და რაც უფრო ცნობადია და იცნობს საზოგადოება ამ პროექტიდან იმ პროექტიდან ეგეთი გინდა და ეგეთი უნდა ყავდეს გუნდშიც და ჩვენთან მადლობა გიყურეთ თეატრში ეგეთი ხალხი არის რა მსახიობები და ამაშიც ძალიან ისეთი მწვანეან თუ ხელშეწყობა მეო რეპეტიციაზე ივლი როცა ისე გიწახვალო და ჩამოვიდნენ რა ჩამოსვლამდე უნდა აღნიშნო ეს შორტებით რო ვიყავი გავექანი უცებ სახში ჩავიცვი შარვალი ახლა მაინც ეტიკეტი ახლა რაც არ უნდა შინაურული იყოს შენი ახლობელიც და ფოთში ჩვენ ყველა ერთმანეთს ძალიან კარგი ხალხი ისეთი ხალხი ცხოვრობს ნუ ურთიერთობები კარგი გვაქვს ერთმანეთთან და მერთან უნდა ავიდე რა
უნდა ვნახო ბატონი ბექა ვაჭარაძე, უცებ გამოვედი, ავარდი, ლექსო თოდუა, ვიცემერი, შევედი მე. ხო იცი, სუხიშვილებზე მახსენდება ილიკო სუხიშვილმა შადურს მოუყვა ცეკ როგორ უნდა და შეექმნა სუხიშვილი მოუყვა კი რა 20 ცეკვა კაბინეტში უცეკვა თავისი გახმოვანები დრემპეტა მე რა უყვებოდა ეს ცეკვა ამას ნიშნავს იმან შენ რომც არაფერი ისე გიყვარს და გინდა აი გიყვარს რო უყვარ მიდე გაინთო მწვანე და გახდა ახლა რაც არის ბრენდი საქართველოს სუხიშვილი ასე მოუყევი ეს სერიალის ამბავი მე ვუთხარი ეს სერიალი რო გამოვა ქალაქს ხალხი გაიცნობს ვერი ჩვენი ქალაქის იმიჯი ამბავი და იმათმა არაფერი ხო ისი ადამიანი რო თევზის თვალებით რო გიყურებენ და რამე კი არა ეგრევე ანთებული წამში მათმაც გადაწყვეტილება მიიღეს არ არის პრობლემა ყველანაირი ხელშეწყობა იქნებოდა თქვენ წარმოიდგინეთ ფოთის კოლხეთის ვარჯიშები ქონდათ უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ემზადებოდა და პრიორიტეტებში ისე ააწყო ქალაქმა რომ სერიალის გადაღებას ხელი არ ეშლებოდა და ისე გვარდებოდა რომ მე ყვარყვარის რეპეტიციასაც ვასწრებდი ფოთის კოლხეთი ვარჯიშს თავის დროზე ასწრებდა ნამდვილი ფოთი მიმინო ისა ბოლო სეზონი გადაღებას და ასე აინთო მწვანე და ასე დავიწყეთ ეს ამბავი ეს ბრწყინვალე საქმე და ამბავი რომელიც მაყურებელს ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს სიყვარულით არის ხალხი სერიალის მიმართ და ჩვენს მიმართაც რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ და ესე დაიწყო ჩემი ბოლო სეზონი და იმედია კიდე მომავალში რამე თუ იქნა სერიალი უკვე ისეთ დამე ისე მივეჩვი ამ კარგ რაღაცებს რაღაც კარგშიც შეიძლება სადმე ამოვყო თავი მაგრამ მე ჯერ სადმე თავის ამოყოფამდე მაინც ჯერა და იმედი მაქვს რომ გაგრძელდეს უნდა ეგ ამბები რა. ანუ რო დადის ჭორები ბოლო სეზონიაო, შეიძლება გაგრძელდეს. ხო, მე მგონია რომ და ეს ჭორები იცი რა სწორად გამიგებს ყველა შემქმნელებიც და იდეის ავტორებიც და ნუ მაყურებელი თავისთავად. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ხა შენ სამუშაო რო გაქვს და კიდე რო გიგრძელდება ამას რა ჯობია როგორ მსახიობს, მაგრამ ეს არის დაკვეთა საზოგადოების და საზოგადოების დაკვეთას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამაზე დიდი გამარჯვება და ამაზე დიდი мотиваცია არაფერი არ არსებობს დაკვეთას რო ღებულობს საზოგადოებისგან რეგიონებიდან ქვეყნიდან სახალხოდ რო იქცევა პროექტი და მე ამას რო ისა რა ქვია თავი ნუ არიდო მიმაჩნია რა იმიტომ რომ ტიფლისის მაგალითზე ვამბობ მე ამას დღემდე მე მგონია რომ მეღადავებიან ან მეკაიფებიან ოღონდ მართლა გეუბნებით სერიოზულად ეს არის სრული სერიოზულობით გულწრფელად ნათქვამი დასმული კითხვა დღესაც. ახალს გავიდი შეიძლება ვინმე შემხვდეს და ეს კითხვა ასე დამისვას. ტიფლისი. გაგრძელება. გონიათ რომ გაგრძელდება. ელოდებიან. იმდენად ისეთი ის ქონდა რა. და უნდა აღინიშნოს რომ ტიფლისის შემადგენლობა შემოქმედებით არის ბოლო სეზონის. მაგას აბარა მაგას შენ გენაცვალე ზუსტად. ხარისხობრივად. ხო, აბარა ეგ ხარისხი და ორი საუკეთესო სერიალი არის ალბათ. კი ბატონო, კიდე არის რაღაც გეგმები და სწორედ ამისთან ზუსტად ვამბობ, იმიტომ კი რომ ჩემი მეგობრები არიან. მე ეს მეგობრები შევიძინე ზუსტად საქმიდან გამომდინარე. ეს ასილიუმ სტუდია ჩვენი ბიჭები. მე მგონია, იმიტომ კი არა ვინმეს კოჩს უგორებ. კიდე უამრავი სტუდიები და ახალგაზრდები არსებობენ ქვეყანაზე რა, მაგრამ მე აი მე იცი რა ტელევიზიებისაც ზოგჯერ მიყვირს რა. ოღონდ მართლა გულს არ ვაკრიტიკებ, მადლობა მეთქმის ყველა ტელევიზიასთან. განურჩევლად იქ ამბები თავისი. მე ჩემი საქმე მაქვს. მე თუ შენ მომიწევ ტელევიზიაში და მეტყვი რომ ჯანი ბოლო სეზონზე გვინდა გველაპარაკო, ყველგან სიამოვნებით მივა. სხვანაირ რაც არ მესმის იმაზე მე არც იქ და არც აქ ვილაპარაკებ. მაგრამ მე მიყვირს ტელევიზიების დღემდე რომ აი ესეთი ხალხი ასეთ რამებს რო ქმნიან ხოლმე რა. რანაირად ეს შანსები არ უნდა გაუშვა, აგერ არის გუნდი, აგერ არის ყველაფერი, აგერ მიეცი რა ის რაც საჭიროა. იდეა შეიქმნას ისტორიული რა, ხალხი, ნუ არ ვიცი ახლა ხალხი ქვეყნები უკვე იგონებენ. რაღაცებს წამოეკიდებიან სადღაც ამ ხელა პატარა ისტორია იმას შეასხამენ ხორცს, ფანტაზიას და ქმნიან. შენ რა დახუნძლული გაქვს ამ ყველაფრი და აგერ ჩვენი მეზობელი თურქეთი გადაიხედე, აბა რა ხდება, რეებს აკეთებენ. წარმოიდგინე. ეგერ ახლა რო დაიდო ერთი სული მაქვს, უნდა ვნახო ის წმინდა პაისის რო არის, მე მგონი იმედზე იყო რა, ახლა სერიალი მე მგონი ბერძნული სერიალია, რაც ტრეილერი ვნახე, ამბავი მე მაინტერესებს, მაგრამ ნახე, აი ესეთი გუნდები, ჯგუფები რო არის, აგერ რამხელა ამბავი გაკეთდა რა. კრისტალბეთის იმით ხარდაჭერით, აგერ შეიქმნა სერიალი.
ხო, არის ადამიანები ტელევიზორში როდეს ნახავ, ვერ უხსნი ადამიანს, რომ ეს არის ინტერნეტ პლატფორმაზე დევს. ამ დროს ტელევიზიაშიც ისეთი ამბავი, რომ ელოდება და რა თუნდა ახლა იმის ჰოლივუდმა რო გააკეთა რაღაცა იმის ანალოგი რატომ უნდა რა ფანტაზია არა გაქვს, ისტორია არ არის ქვეყანაში თუ რა არ არის, ნუ. შენი როლებიდან რომელი იქნებოდი ერთი დღე რომ შეგეძლოს რომელს ვის როლში ჩარჩებოდი? ვის როლში? ალბათ გრიგოლის არა. არა, გრიგოლის როლში არ მინდა. არა და გრიგოლის გავლენები ქონდა ძალიან დიდი. გაღმანაპირის კი ასევდიანი, მაგრამ ჩარჩებოდი რა. სანამ მომკლავდნენ ხო დავდიოდი მანდ და ვივლიდი რა. აფხაზეთში. მე მართლა დავდიოდი ზუსტად მაგ პერიოდში, просто მე უბრალოდ მე გადავრჩი და ვარ აგერ აქტორი, მაგ გზას რეალურად უბრალოდ ხო პოლიტიკურად და ბევრი მიზეზები აქვს იმ ყველაფერს რაც შეიცვალა. თორე ჩვენ 2008 წლამდე აგერ პირდაპირ ვიტყვი რომ ჩვენ ბოლო სეზონის ერთი ოპერატორი, ერთი რეჟისორი და მსახიობი რომელიც დავჭირდებოდა, გადავიდოდი და ლოკაციით იქ გადავიღებდით. იქ გადავიდოდი. იქ ვიტალის საფლავზეც ვიხვიდოდი ბოლო-ბოლო და იქ გადაიღებდი თუ ფილმს დაჭირდებოდა. მერე მოხდა იქ ამბავი რომ всё და ახლა ერთ ხიდზე ეგ დარჩენ. ან გაღმანაპირში ჩავჩებოდი ჯანგულის როლში. ივლიდი რა, ხო იცი როგორ არის, როგორი მომენტია. დაბრუნებამდე თუ რამე საშუალება არსებობს იმის რომ კიდე მოინახულო შენი სახკარი და მიწა ყველანაირ იმას გამოვიყენებდი ხერხს. მე მეპატიჟება სხვათა შორის მან და ადამიანი და ხო უბრალოდ მე დროის ამბავიც მაქვს და ნუ რა ვიცი ხო მაგრამ დროს როცა გამოვნახავ და გადავწყვიტავ აუცილებლად წავალ სანამ დავბრუნდებით რომ მე მაინც ჩემი მინდა მოვასრო რა ვიცი და რა ხდება ცხოვრებაში არავინ არაფრისგან არ არის დაზღვეული ხო თუმცა ვერთ მინდა რომ დიდხანს ვიყო რა მაგრამ თუ ოდნავ შანსი მექნა გადავალ ამიტომ ჩავრჩებოდი მაგ როლში ვივლიდი რა ხო ბებიასთან მაშინ ბებია ჩემი ცოცხალი ავდიოდი თილისმა რო გაქვს ვიცით ო თან გაქვს ახლა თილისმა თილისმა რომელი რა თილისმა შემოდი წინდა წინდა ოკეი კაცო აქ არა მაქვს თილისმა აქ არა მაქვს იმიტომ რომ ერთხელ დამჩა ისა რო გავიხადე ამომივარდა რაო გავაფრინე და მე ვთქვი ეს იდოს რა და მაქვს სახში უბრალოდ მინდა ხო ბრელუკი მინდა გავაკეთო როგორც სახლი ბინას რო გავაკეთებ გასაღებს რო გამოსვლი მე მინდა ის გავაკეთებინო ხო იცი იმაში რო სვამენ შუშაში შიგნით ჩავდებდა იქნება რა და უკვე გასაღებზეც იქნება იმიტომ რომ იქ ბინას და იმ ამბავს ისეთი ისაა და კი თილისმა ეგ მაგარია ხო ევას ფაჩუჩები და მეორე მაქვს თილისმა რა მეორე ისეთი ამბავია ის აფხაზეთში ჩემს სახლში ბუხარზე იდო ესეთი ნიჟარა აღდგომას 2017 წელს ვიყავი და ნუ თქმა უნდა ახლა დღესასწაულია სვამ და მეზობლები ნათესავები და მე ემოციურად ისე ვიყავი ვერაფერ ვერ მათრობდა ის ხო ისი სხვანაირად ხარ რა რაღაც აჟიტირებული და ეს სიამოვნების რაღაც პიკში ვიყავი რომ იქ ვიყავი ჩემებს ნახულობდი მაგრამ ყველაზე მურტალი რაც იყო ჯიბეში პასპორტი რომ უნდა მდებოდა რა მე კიანს ვიცმევდი ამას ვერ წარმოვიდგენ ჩემ სოფელში რომ საერთაშორისო პასპორტით მევლო რა რომ შემხვდებოდა დედა მოხნული რუსი რომ ეთყოდა იმას სოუს დაფუთი ეს უნდა ყოფილიყო რა და აი რაღაცა ეს ამან გატეხა და დანარჩენი თუმცა იმას არ შევხვედრი ვარ ჩვენ შიგნით სოფელში დავდიოდი დამები და ეს ნიჟარა რო იდო ბუხარზე მე ვთქვი აქედან მივდივარ 2 დღეში რა 3 დღეში რაღაცა წავიყოლო რა ისეთი და ემ ნიჟარა ავდექი და ასე მიწა ჩემ ეზოში რა ჩემი სახლის ეზოში ესე მიწა ავიღე კარგად ისე აი ისეთი მიწა და ამ ნიჟარა გამოვტენე ამ მიწით რა ძალიან ბევრი ჩავტენე და მე იქ ახლა ყურძენი ჩვენ ვენახები აფხაზეთში დიდად არა ნუ ისეთი ვენახები რასაც ეძახიან ხო ტალავერი ადესა და ისეთი იქ კიდე 1-2 ტოტი ასეთი ძველი წალამი წყვილს მოვაკნიტე ჯვარი შევკარი და ხამ ნიჟარაში ამ ჩემს მიწის ეზოს მიწის ჩავარჭე ასე და კი გამოვიდა ისეთი სიმბოლური ამბავი ჩემი დედა ჩემი სოფელი ჩემი ოტობაიდან ფიჩორი სოფელია იქ არის
4 კილომეტრში ის დედულეთია ფიჩორი, ძალიან მაგარი სოფელია, ზღვისპირეთია ის. ნუ ტობაიდან 4 კილომეტრია დედის სოფლიდან 2 კილომეტრშია ზღვა სახლიდან ზღვამდე და წარმოიდგინე იქ იქაური ზღვისნი ჩემი ნიჟარა, ჩემი ეზოს მიწა, ჩემი ეზოს ყურძნის ვაზის ჯვარი შეკრული და ეს მაგ სახლში რა. ეს ბრელოკი უნდა გავაკეთო იმისი, ფაჩუჩები და ის მაქვს. ის არის ის სახლში დევს. იქიდან რო გადმოდის დედაჩემი და მამაჩემი ხოლმე დადიან რა. თუ გადმოიტანენ იქიდან რა ვიცი ყველაფერია. გოგრა, ლიმონი, მანდარინი. ყველაფერს სხვანაირად ყნოსავდა, სხვანაირი გემოაქვს, გემრიელია. მაგრამ ჯერა რო დაუბრუნდებით ჩვენ და ბოლო სეზონის გადაღებაც იქ იქნება. ფილმის სახით, ოღონდ ის ფილმის სახით გადავიღოთ. ფილმის სახით კი ბატონო. მე პირველი სეზონი აფხაზეთში. კი ბატონო, მაგარი იქნება. აგერა ხალხი ეს ხო ფეხბურთზე გადაღებული ჩვენ წარმოიდგინეთ ცალკე წარმომიდგენია რა მაგარი იქნებოდა აი თბილისის დინამოზე 91-100-ზე აი ამ სასტავზე რო გადაიღო. აი იგივე ვარიანტი რაც იმათმა გააკეთეს. ჩვენი ქართველები თამაშობენ ორი ბიჭი რა, ლორთქიფანიძე, ძალიან მაგრა თამაშობენ. საკანდელიძე და ქორკია. ქორკია საკანდელიძე. ხო, რა კარგია და რა გაკეთებულია ხა. 3 წამი თუ 3 წამი. 3 წამი. 3 წამში გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონი. როგორი უმორი თავდება ბოლოს ნიუ-იორკში ქუჩის გალათბურთელები. ჩვენ ხომ მოუგეთ ამათობი. ქუჩაშიო. და ოლიმპიური ჩემპიონები ხო და აი მაგ ტიპის ანუ კოსუმირებული სულ მქონდა ეგ იდეა მე მაშინ თქვი რა როდის იცი ხაშურში მივდიოდი იმაზე გაროჩი რა ვიცი თუ ისა და ეს ახალი გამოსული იყო 3 წამი და მანქანაში ექვთიმეს ფილმის ჩვენება იყო რეზო ჩხიკვიშვილი თამაშობს ექვთიმეს ბატონ რეზო და იქ თქვი რომ აი როგორი იდეოლოგიურად როგორი ისეთ ნამდვილ ამბავზე ფილმი ქართველები თამაშობენ აბაო რა მაგარი იქნებოდა თბილისის დინამოზე მეთქი და აბაო რა მაგარი იქნებოდაო და დაიწყო იმან ფიქრი ამაზე რაღაცა ამბავი მაგრამ მე უკვე გაქრა ეს თემაც რა თვითონ ამერიკაშია ახლა წარმატებები მას მან ითამაშებდი ვიტალის არა ვიტალისთვის მე ისეთი ბავშვი ვიტალისთვის ისეთი ბიჭი ვყავს ვისაც თამაშებდი ვიტალის მსახიობი არა მაგრამ მე თქვენ ფოტო თუ ვიპოვე მე გაჩვენებთ ტიპაჟია ოღონდ ეს არის ჩემი დამლაგებელი ჩემი უსაყვარლესი ნანი დეიდა ფოტოში იმის შვილიშვილია მოცეკვავე ბიჭია მოცეკვავე ხელოვნებასთან აქ შეხება მაგრამ მე გაჩვენებ სასწაულს რა პროსტო რა ვიცი მე ასე მგონია აი ტიპაჟურად ეგ როგორ უნდა გაკეთდეს იცი ტიპაჟურად აი იმ ლორთქიფანიძეს ვათამაშებდი ყიფიან სხვათა შორის კი გავს კი ძმაო არა მე ხო არის ამერიკულ ფილმებში მისტერ პრეზიდენტ და ის პრეზიდენტი ზოგადად პირობითად პრეზიდენტი ამად გავაკეთებდი იმენა სახით. კი. ყველა უნდა გავდეს. უაშები და ყიფოა. ყველა ყიფო და იმას ვათამაშებდი, ოღონდ ამათ როგორც ის მოემზადნენ იქ. ხო, იქ როგორ მოემზადნენ? 5 თვე კალათბურთის იმას გადიოდნენ თელ ამბავს და ეთყობა კიდევაც მე მაგ ამბავს. ხო და ამათ მთელი კოსტუმებით და მე მქონდა ფანტაზია, ხო ის მოდისმერ და ფეხის კაკუნით რო იწყება ასე კაკო და კაკების ეზო ის შენობა და კოტე მახარაძეს რო იბარებენ. თუ იმის გამო რომ ლიკუედ სტალიცა გრუზია იქ რო ანაჟიმეა ეს ყველა რა მაგარი რაღაცის საკეთება შეიძლება რა ძალიან მაგარი აი მას ვამბობ აი ეგეთი ფილმები უნდა გაკეთდეს უნდა ხალხს ბიოგრაფიული კინოები ჭირდებათ ისტორიული ადამიანებზე რამდენი ისტორიებია YouTube-ში რამდენ ადამიანზე რამდენ საზოგადო მოღვაწეებზე რა სიგიჟეები ბიჭო რა მაგარი რაღაცეებია არ არის უკვე რაღაცა კი გასაგებია საავტოროც აბა რა უნდა გაკეთდეს მაგრამ ხალხს უკვე სხვა რაღაცაც უნდა რა უნდა მაგალითად ამ ადამიანზე გადაიღეს ფილმი ჰავლეთ გონაშვილზე სიტყვაზე არის რაღაცა ფილმი რაღაცა კი რა ისეთ გაკეთებული ფილმი ოღონდ ისე არა ახლა მოდი ზერელე და არ გავდეს არაფერს ასე უნდა გამოვიდეს თამაში გვაქვს მომზადებული თქვენთვის კი ბატონო ჩვენც არ ვიცით ოღონდ გვაქვს მსახიობების თვალები ამოჭრილი მარტო ვახჩები და უნდა გამოვიცნოთ ვინ იქნება მე თვალები შეიძლება გამოვიცნო მე სახელდაგვარებში მაქვს ცოტა ცუდი აი სახელდაგვარებში უცხოელების ამბავში ზოგიერთი ქართველებიც არიან და უცხოელებიც როგორც ვიცი ჩვენც არ ვიცით ოღონდ ვინ არიან აი დათუნას მომზადებული არის აგერიმაში კი ბატონო ტელევიზორში გვინდოდა გაკეთება უფრო მეტი იქნებოდა მაგრამ ტექნიკურად ვერ მოვახერხეთ ტელევიზორს
ეს ვინ არის ბიჭო? ახლოს მოდის ეს. აუ უცხოელია. თუ ნახე მე მაქვს ვერსია. მეც მაქვს ვერსია, მაგრამ მოიცადე. ასე არის ცინის სოხერი, მაგრამ ცინის ბოჭო დენირო. კახი. ხო? კახი კავსად. და კახი კავსაზე და დენიროს ისტორია იცი? 90-იანებია და კახი იმდროინდ სარკეს და დენირო შენი რატომ გაქვს შენ მილიონები? რატომ? აი ნახე კი, კახი. დავიდა ახლა. ლიკა კავჟარაძის ვებ. ამას კი ესე ხა. კი ბატონო. იზი. მარტივი დენირომ შემაცდინა. ლიკა კავჟარაძე წავიდა. ოპა. ლევან უჩანეიშვილი მე მგონი. მეც არა? ძველი მგონია. აი, გადავედი. ოპა. ლევან უჩანეიშვილი, კი ბატონო. უკარაჩა, ხო? უკარაჩა, ხო, კი, უკარაჩა, მაგრამ აქ იმიდან არის მე მგონი იმასთან რომ თამაშობს ჰარისონ ფორდთან. ოპა. უფრო ძველი წავიდეს, თმა მეგონა. მედია ჯაფარიძე. კი, ესეც. მე მგონი. მედია ჯაფარიძე აშკარად. ჩახავა ხო არა, ჩახა მედია ჯაფარიძე. სახელებში? არა, ყოფი. არა, ბიჭო. მაინც მედია ჩახავა. იდეაში. აი ესა ნახე თვალები, რა, დებს ვათამაშებთ. ქალბატონო მედია მაპატიე და მეგრელი კაცი როგორ შევწდით. კაი, შემდეგი. სესილია თაყაიშვილი. სესილია თაყი. ბატონო. ოპა. ნახე. ეს ვინ არის? მე მაქვს ვერსია. შენ გაქვს ვერსია? მოცადე მეც კარგად შეხედა. ეს ხო არ არის ის? დენირო. არა, დათოდვალიშვილი. დათოდვალიშვილზე ფიქრობდი მე. არა, შენ არა. არა, დათოდვალიშვილი. მე მეგონა დათოდვალიშვილზე მკითხე, ხო არ არის ეს? არა, ვიჯო რა უხრულად აგირჩევიათ. მაესტროს ფოტოით სალითვალებო. სათვალე. მე ეგრევე მაესტროს რო ვერ იცნობ კაცია? არა, კაი, მე. აგიტო დაგეთანხმე, ვიფიქრე ხო არ მანიშნა მეთქი მაესტრო თქო. არა უშავს, მე რა მაპატეთ. რა გინდა ორივე ისეთი დენიროს ფული, ბატონო დათო. თორე დენიროს დედაც არ ვაჭ გეხართ აი ეს დენირო ორჯერ დენირო. აი ეს აუ ეს მე არ ვიცი. მეც არ თან სახე ჩანს იდეაში. მსხვერპლიც ჩანს. მე არ ვიცი. ვინა უცხოელი. შემოხედე კიდე.აცადე ბიჭო. არაჩე. სოფი ხიზანიშვილი. სოფი ხიზანიშვილი ჩვენი სერიალში რო არის. ხო. აუ, სოფი უცხოელი მეგონა ვაფშე. ნახე რა კარგი. ბახალას ფოტოგენური და ეკრანული და ნიჭიერია. კარგად თამაშობს ჩვენ სერიალს ამშვენებს. შემდეგი. ეს ვინა? ეს რა გაიმივით არის რა ქვია? ნახე? ჯიბგირივით ვიღაც, მაგრამ ეს ნიკაპით როგორ უნდა ვიცი? მე თვალები მეგონა მარტო იქნებოდა. ეგ შენ ხარ. ვიცოდე პერანგი. თეთა ასეთი პერანგი მაქვს მე. შენ მეყოფილა. საიდან გააზრეთ ეს? ეს სურათი საიდან გაიჩიტა ნახე. ნახე ბიჭო, მეთქი ეს პერანგი რაღაცა პერანგი და ნიკაპი რა. ნიკაპი რო გამოჩდა კი ვიეჭვე ხო არ არის მეთქი ჯანო თქო მაგრამ. წავიდა შემდეგი. ესეც სპირიტ. ოც ცნობილი არის. ეს ხდება კლუნი. ვინ? არა? ჯორჯ კლუნი? ქართველებია მარტო? არა, უცხოელებიც უნდა იყოსო. არა, ეს მაშინ? ჯორჯ კლუნი? წავიდე გადავხსენით და კი, ყოჩა. ეს ბასკის პლუს 1. ბასკის პლუს 1 წავიდა. ოპა.
ქართველია მე მგონი. მე რაღაცა თვალები ეგეც მე მგონი ჩვენი სერიალის მსახიობია. სერიალის მსახიობია. დაბატაძე მე მგონი თუ არ ვცდები. ვაი გადავხსნათ მე არა მაქვს ვერსია. მე უძებ ნიანუ მეგონა, მაგრამ ვიფიქრე ნიანუ მსახიობი არ არის. სუხიშვილი გავს. წავიდა. ბახ მალგადოტი ყოფილი. გალგადოტი. გალგადოტი ყოფილი. გალგადოტი. ქალის აოცრება. ანტუნა გემონება ქონია. ნახე ვიჟო. აუ ვაფშე ვერ ვიფიქრებდი. საერთოდ ვერ ვიფიქრებდი ახლა ამას თუ აირჩევდა. და ვიბერი ბალად გადროდი. კაია, წავიდე შემდეგი. აუ ეს ეგ ის იქნება რეინოლდსი, რაიან რეინოლდსი. თეთრული ხო? რაიან რეინოლდსი, კი. კი ბატონო. კარგი ჯერ შემდა გაწოდო თორე დაგასა. ო, მაგრამ მე არ ვარცი არ მქონდა ახლა რაიან რეინოლდსის იმით ყბით რო ვიცნობ. თეთრული. აგი გივი ვერიგაშვილი მე ჩემებში ვარ მგელი, მაგრამ ახისთან რა დამემართა. გივი ვერიგაშვილი, კი. ოპა. ნახე. ბიჭო, მაგაზე ახლა ვიფიქრებდი იმას. მიგობას. ბახალასთან ერთად თამაში. არ არის ეგა. ეს არის ეს ვინ არის ახლა ბიჭო, რა ვიცი. არ ვიცი. მეც არ ვიცი. წავიდა ვინ არის და სკარლეტ იოჰანსონი. აუ, სკარლეტ იოჰანსონი ყოფილა ეს. შემდეგი. აუ, ეს რანაირად გინდა, მაგრამ ამით მე ვიცი. ეს მეც ვიცი. ვიცი. ჯოკერის გოგო. ისა კაც ლედი გაგა. არა, მარგორობი. კი, მარგორობი. შენი ლედი გაგა სხვაშია. ეს ქვინია. ხედავ შენ, აგი მარგო მაპატიებს. აი ქართველი იქნება ეგ არ არის ქართველი. პროსტა არ ვიცი სახელი. მაგრამ ქართველი არ არის. არ ვიცი. ქართველი ნადათ არა. ვინ არის ბიჭო? კაი, გადავედით ახლა აგრეთელი. ემა სტოუნი. ხო. ემა სტოუნი. უცხოელები არ არიან ჩემი, ერთი რეინოლდსი ვიცოდი მარტო. წავიდა შემდეგი. ეს ისა კაცო რეიჩარდს. ფოგო. არა? არა, დენზელ ვაშინგტონი. კი ბატონო. არა, რეიჩარდს. ისეთი წარბით იყურება, ეგრევე მივხვდით. ის აქვს თვალი. წავიდა შემდეგი. всё, გასაგებია. ეგრევე მივხვდი მეც, იერით გამოხედვით თვალებით ეგრევე მივხვდები მაგას, იმიტომ რომ თვალების გარდა არაფერი უჩანს. არა, ეგ ხომ ფილმში არაფერი უჩანს თორე. თვალები და ნიკაპი უჩანს რა, ესე. აი ბიჭო, მოდი აბა ის არის. ვინ? ბეტმენი. ბეტმენის როლს ასრულებს. ხო. ერთ-ერთს. ბეტმენის როლს? ნუ და ხო მიხდი. მიხდი ვინცა? პროსტა კრისტიან ბეილი არა? არა. არა. მოდი. ბენ აფლეკი. ბენ აფლეკი. კრისტიან ბეილი შემდეგი ბეტმენია. ეს ჩემი გელი, ეს არის ეს მოითფენს კი არა და უარს ამბობს როლებზე კი სიტყვის და ოსკარს იღებს. დენიელ დე-ლუისი. კი ბატონო. ეგა? დე-ლუისი, კი ბატონო. ამერიკული ბანდები ხო? ბანდი, ნიუ-იორკის ბანდა და ის აბრაამ ლინკოლნი. ხო, ნიუ-იორკის ბანდა. ბანდა. შემდეგი. ეს ბეშიტაიშვილი. თუ ცხელია. ბეშიტაიშვილი თუ ის არის? ერთი ვერსია მაქვს მე, ინტერსტელარში რომ მონაწილეობს. სახელი და გვარი აღარ მახსოვს. კოვბოია, короче, აკტა. ეგაა და თუ? მოდი გადავედით. ინტერსტელარში რო არის. ტომ ჰარდი. ტომ ჰარდი რო? ვაფშე ტომ ჰარდი ყოფილა ეს ვიჟო. ტომ ჰარდი ასე. ტომ ჰარდს ვერ მიხვდებოდი ეგრე. რა ასეთი მაშინ. ნუ ეს კრიფშიძე ზურა. ეს. კი ბატონო. აი, აკარი ამბავი. ეს ქართველია, ხო? ეს ხო არ არის? მედია ჩახავაში რომ ამერია. შეიძლება არ ვიცი. მოდი.
მე არ მედია ჯაფარი არ არის არა წვირი იმას იცით ქართველია ისე? არ ვიცი ხა გადავალ აი არა კი ბიჭო კი ძმაო კი ბატონო კი ბატონო ეგ არის მაგრამ როგორი ფოტოა ნახე ავტომახარაძე კი ბატონო ნუ მანდ სოფიკო ჭიაურელი ბატონო კი ბატონო ლეგენდა რეზოჩკი კვიშვილი კი ეგეც მარტივია კონდის პრობლემი დაგლოთ ვალიშვილი დათუთვი რეზული გამოიცვალიდა ჩემთან ადაგებარდა ჩაი სამაგერო დელიროს ბატონი დათუ დელიროს თარგე გავაპარალელე ოთარ მერგვინე თუ ხუცესი ელიოზი წავიდა სრაფად всё ოთარი დავაგვირგვინეთ კარი გამოვიდა და კი ბატონო გავიდეთ ბოლოსკენ კი ბატონო გავიდეთ ბოლოსკენ სანამ გადავალთ გამოიწერეთ ჩვენი არხი და გულაიქეთ ვიდეოები დაწერეთ კომენტარები და დაგვიწერეთ კომენტარებში ისე ვინ გინდათ რომ მოვიდეს ჩვენთან სტუმრად ეგე ძალიან საინტერესოა ჩვენთვის ჯანო რა არის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი არის თავარი არის რო გაჩნდი შენ ხო არ განგისაზღვრავს რა შენ რო გინდა იმ დროს ხო არ ჩნდები ადამიანი გაჩნდები იმ დროს როცა მას უნდა ღმერთს და აი იმ გაჩენილ დროში სანამ გაქრები რაღაცნაირად მივხვდი რას იცი რომ დრო არ უნდა დახარჯო ნეგატივში რაღაცნაირად პოზიტიურად უნდა მიუხედავად იმისა რომ მე შიგნით საერთოდ სხვა რაღაცები არის ხოლმე და ხიარული ადამიანი მგონი ვარ და ვარ რატომაც არა როცა ვარ მაგრამ ბევრ რაღაცას დავატარებ ისეც და ეს რასაც დავატარებ ამას იწევს ის გარემო სადაც ნეგატიური ის არის რა ნებისმიერ ამბავში სფეროში და თავარი რა არის რომ რაღაცნაირად კი შეიძლება გაგიჭირდეს ადამიანს მაგრამ უნდა იცხოვრო რა ისე რომ ამას შეხედო ცოტა ისე ჩატეთ სიყვარულით და რაღაცნაირად გაგებით ჰუმანურად არ შეიძლება ასე უცებ გაწირო ადამიანის და საერთოდ მოქალაქის მეგობრის აი რაღაცა ეს მგონია რომ ჩვენ ამას ვერ იმავშვებით რა იმიტომ რომ დღეს სამდე წვდებოდეს სიხარული და ხვალ ისეთი უნიშნულო რაღაცის გამოწირავდე ამ შენს იმ განცდილ სიხარულს და აფუჭებდი ამ ყველაფერს ну არა მგონია ეს არის მთავარი ჩემთვის რომ ის დარჩენილი დრო არ არის დრო არიცდის რა წყენისთვის და მე ბევრი ადამიანისთვის გული მიტკენია ზუსტად ვიცი რაღაცები მართალი ვიყავი მტყვანი ვიყავი ამას არა აქვს ახლა არსებითი მნიშვნელობა რო შეგვიფასო ნახატი ო ნახატები მინდა გითხრა რომ საერთოდ ყველაფერი ექცის ნახატები ძალიან მომწონდა შეგიფასოთ კი არა ეგეთი საჩუქარი რა ვიცი საჩუქარია ხო მატა შევიტენე თავიდან არ უნდა და ბასკეს ეს საჩუქრის ტრადიცია დაგვენერგა მაგრამ ბოლოს ვიბრძოლე და არა მაგარია სამახსოვროდ ვატანთ ხოლმე სტუმრს ეს ისეთი საჩუქარი მნიშვნელოვნდა ავტორს დიდი მადლობა და ავტორი თამო არის და მაგარი გოგოა მე თან ვიცნობ აკადემია ისეთი გვარდია ძველი ისეთი გავლილი აქვს და კომპლიმენტი ხო შეიძლება ავტორსაც რა თქმა უნდა და თქვენ ასეთი კარგი რაღაც კრეატიული საჩუქრის მოფიქრებისთვის და იცი რა სახელობითია ისეთი საჩუქარია რომ ამას ვერაფერს ისეც ვერ გაყიდი ვინ იყიდის ამას ახლა ჯანოს თორე ამ ნამუშევარს ამ ფორმით იყიდის თამუნას არ ეხება იქ თამოს მე ვამოჩევდი ჩემთან დარჩება იქნება ჩემთან რა კი ბატონო ნუ ღმერთ ვაქნას ახლა თუ ისეთი საოცრება მოხდა ჩემს ცხოვრებაში რომ მე 100 წლით ჩემშვილება ეს თუ გაყიდეს აი და ბოლოს რა კითხვას დაუტოვებდი შემდეგ სტუმარს
შემდეგ სტუმარს. ხო. ფოთის კოლხეთზე რა სიტყვის? გუნდზე. კი ბატონო. ილაპარაკოს რა ჩემი ქალაქის გუნდზე. შეიძლება ისეთი მოიწვიოთ, ნუ აქ ძირითადად მაინც ფეხბურთში სპორტში გარკვეული ადამიანები არიან. მაგრამ თუ არა და მაინც მიღებული იქნება მისი. მაგრამ ფოთის კოლხეთზე ფეხბურთზე ზოგადად მაინც ნებისმიერ ფეხბურთში დილეტანტ ადამიანსაც მაინც კარი დაუტოვებ ნარდში როტოვებ. კარი დაუტოვებ ღია, იმიტომ რომ ფოთთან და ფეხბურთთან ნებისმიერ ადამიანს რაღაცა ეთქმის მაინც ასე მგონია. მადლობა. გაიხარეთ ბიჭებო და ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ საუბრისთვის, სტუმრობისთვის. წარმატებები. იცოცხლე. წარმატებები ბოლო სეზონშიც და პირველ ცხოვრებაშიც. გაიხარეთ თქვენთან ერთად ასე. გაიხარეთ. მადლობა.